გამარჯობა, ეთერში ალტერნატიული ხედვა, მე მისი წამყვანი თათია გაბრიჭიძე ვარ და დღეს გადაცემის სრულობის განმავლობაში ჩვენ მოვისმენთ დისკუსიას ორ პოზიციას უბრალოდ ორ მხარეს შორის და ჩვენი სადებატო თემა იქნება არსებობს თუ არა ქართულ პოლიტიკაში, უბრალოდ როგორ გამოიყურება ქართულ პოლიტიკაში კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი. სანამ დავიწყებთ საუბარს უშუალოდ მხარეებთან, უპირველესად, რადგან ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი თემა პოლიტიკურ დღის წესრიგში არის ომი ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელს შორის, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ყველა სიახლე იდება ჩვენს ტელეგრამ არხზე, გამოიწერეთ Alt-Info News-ის ტელეგრამ არხი და ამავდროულად დაელოდეთ ხვალ 21 საათზე ტრადიციულად ანალიტიკას. პრინციპში ყველა მით უმეტეს ჩვენი მაყურებელი დაგვეთანხმება, რომ არც ერთ არხზე არ არის ისეთი სიღრმისეული და ისეთი დეტალური განხილვა და ვერსად ვერ ნახავთ ისეთ დეტალურ განხილვას, როგორც არის ხოლმე როგორც წესი ანალიტიკაში. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ გადაცემას, ერთი წლის წინ გირჩის ეთერში გაჟღერდა აზრი, რომ საქართველოში კონსერვატორები არ არსებობენ და თუ ამას იბრალებს, ის იტყუება. ამ პოზიციამ გამოიწვია მაშინვე სურვილი იმისა, რომ კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის ყოფილიყო დებატები, დისკუსია ამ საკითხზე, თუმცა მაშინ ფიზიკურად ვერ მოხერხდა, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ეთერში ვერ მოხერხდა, რადგან არ ჰქონდა ფორმატი, რომელიც ითვალისწინებდა დებატებს ორ განსხვავებულ პოზიციაზე მყოფ მხარეებს შორის. სწორედ ამიტომ, რადგან ახლა არის შესაძლებლობა და საშუალება იმის, რომ ორმა იდეოლოგიის წარმომადგენელმა ერთმანეთთან იდებატოს და ეს საკითხი გაარჩიოს. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ პარტია კონსერვატორების საქართველოსთვის ლიდერთან ირაკლი მარტინენკოსთან ერთად და ასევე ჩვენი სტუმარი არის გირჩის ლიდერი ბატონი სანდრო რაქვიაშვილი. სანამ უშუალოდ საუბარს დავიწყებთ, უპირველესად მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. სანამ უშუალოდ საუბარს დავიწყებთ და პირველ კითხვას დავსვამთ მაყურებლისთვის, რომ უფრო მარტივად გასაგები იყოს და გავახსენოთ ეს კონკრეტული განცხადება, რომელიც გირჩის ეთერში გაკეთდა, მოდი იაგო ხუჩიასეს კომენტარი მოვისმინოთ და შემდეგ უკვე გადავიდეთ განხილვაზე სწორედ ამ საკითხის. ქართული კონსერვატორები არ არსებობს. ეგრეთ შეგვიძლია ჩვენც ვთქვათ კონსერვატორები ვართ, იმიტომ კლასიკური ლიბერალები ვართ ბოლოს და ბოლოს და კლასიკური ლიბერალიზმი იყო ის იდეოლოგია, რომელსაც ამ ქვეყანაში საქართველოს ოკუპაციამდე ადამიანთა ნაწილი მისდევდა ილია ჭავჭავაძე და მისი მეგობრები მაგალითად. მაგრამ კონსერვატორიზმი თავისი შინაარსი ნიშნავს იმას, რომ წარსულში ჩვენ კარგად ცხოვრობდით, ის წესები გამოგვადგა და გვინდა ის წესები შევინარჩუნოთ. წარსულში ჩვენ კარგად როდის ცხოვრობდით კომუნისტების დროს, ამ კითხვაზე ხო პასუხი უნდა გასცეს ნებისმიერმა კონსერვატიულმა მოძრაობამ. მეფის რუსეთის დროს, ნოე ჟორდანიას დროს, მე ვარ კონსერვატიული პარტია. უკვე არის ტყუილი, ჩემი აზრით. ამაში უნდა თქვა, რომ მე ვარ კომუნისტი. კომუნისტური პერიოდი, სადაც ჩვენ ცხოვრობდით, კაი იყო, ქართველებს უნდათ მოწონდათ, გამოგვადგა და უნდა ვიცხოვროთ კომუნისტური წესებით. ოკეი, გავიგებ. და ვიტყვი რომ მე არ ვარ კომუნისტი, მაგრამ ეს კაც კომუნიზმი იყო, მიაჩნია ქართულ კონსერვატიულ ამბად და გავიგებ, ანუ იდეოლოგიურად ჩემთვის გასაგები იქნება. თქვენი ხალხი რა, ამ შემთხვევაში ბიჭები ზურამ, ჩვენთან ღია თქვა ეთერში, რომ ჩვენ გვინდა ბელარუსიზაცია საქართველოსი. მე არ მინდა ბელარუსი. შესაბამისად, ქართველი კონსერვატორი რომ მეუბნება, რომ მე მინდა ბელარუსი და თან მანამდე მე ვარ ქართველი კონსერვატორი, აი ახლა სად რაში ვითანამშრომლო? რაში დავემთხვიეთ ერთმანეთს? კონსერვატორიზმი ტერმინს თუ შინაარსს მივცემთ. ნიშნავს იმას, რომ როდესღაც ჩვენ კარგად ცხოვრობდით, ის წესები გვინდა დღესაც გადმოვიტანოთ. რაც მე მივხვდი, ამათ უნდათ კომუნისტური წესები გადმოიტანონ, იმიტომ რომ ბელარუსი ყველაზე ახლოს მაინც მაგასთან არის. არც კომუნიზმი არ მინდა. ქართულ კარგ ტრადიციებს პატივს ვცემ, სტუმარ მასპინძლობა ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩემს ოჯახში სტუმარს პატივს არ ცემდნენ. მოდი, რადგან გირჩის წარმომადგენელი ბატონი სანდროა, თქვენით დავიწყოთ საუბარი. იგივე პოზიციაზე არის თუ არა დღესაც გირჩი ამ ნაწილში, პარტია კონსერვატორები საქართველოსთვის ნაწილში და ამავდროულად ხედავს თუ არა ვთქვათ რომელიმე პარტიას, რომელსაც შეიძლება თქვას, რომ ის არის კონსერვატიული იდეოლოგიის. პირველ რიგში დიდი მადლობა ამ დებატების ორგანიზაციისთვის. ყოველთვის საინტერესო რაღაცა ზოგად ფილოსოფიურ თემებზე დისკუსია, მით უმეტეს ერთი უცნაურ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, ხშირად დრო ასეთ რაღაცებზე არ გვაქვს. ხო, რომელიც ეს ვიდეო არ ყოფილიყო, რომელიც იაგოსია და დამავიწყდა კიდეც ამ ვიდეოს არსებობის, მაგრამ იდეაში რომ დავიწყოთ რა კიდეც ასეთ რაღაცებზე არის სულიერ ყოველდღიური იყო მაგალითად. ჩვენ ბევრი გვილაპარაკია სხვა თემაზე ეთერებში თქვენ ყოფილა, მაგრამ რა კონსერვატორები ხართ? იმიტომ რომ
მართლაც აი ბევრი რაღაცა რაც თქვენ მოგწონთ ჩემი აზრით აი რაღაც კომუნისტურ საქართველოში ჩამოყალიბებული ტრადიცია და ჩვენ ქვეყანა ისეთი სამწუხაროდ ისეთი ისტორია აქვს რომ რა ვიცი ყოველი 100 წელი რო გადაახვიო იქ სულ სხვა ქვეყნებში აღმოჩნდებით პრინციპულად ხო საბჭოთა საქართველოს რაღაც დამოუკიდებლობის ამდენიმე წელი რუსეთის იმპერია ამდე რაღაც სხვა ხან დაგვიპყროდა ხან ანუ ამერიკელებისგან განსხვავებით ამერიკული კონსერვატორი გასაგებია ასე თუ ისე ვინ არის. აი შეიძლება ფრანგ კონსერვატორსაც კიდე გაუგო, იმიტომ რომ სხვა ისტორია, სხვა გზა გაიარეს. იმიტომ ვიცი რომ აი ადამიანს აი ის მოსწონდა, რომელიღაც რესპუბლიკა მოსწონდა ფრანგული პირობითად, ან მეფე მოსწონდა. და ჩვენთან ეს ძალიან ისეთი უცნაურია და მე მაგათ არ ვიცი და სიამოვნებით მოვისმენ აი რა პერიოდია ისეთი, რა ტრადიციები, რა ისეთი, რომელიც თქვენ იცავთ, როგორც კონსერვატორები, როგორც მიგაჩნიათ კონსერვატიულ ქართულ რაღაც ტრადიციებად. ანუ როგორც მივხვდი საქართველოში კონსერვატიზმი არ არსებობს ეგეთი შეხედვით. კონტრაში კონსერვატორს რო ამბობ მე კონსერვატორი ვარ, უნდა რაღაც გაგებით დააზუსტო რას გულისხმობ. ანუ ეს იმიტომ კი არა რომ შენი პრობლემა და რაღაც ნაკლია. ისეთი ისტორია აქვს ჩვენ ქვეყანას, რომ აი მაგალითისთვის რო ავიღოთ აი ერთ მაგალითს, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ახსნათ როგორ არის. ავიღოთ ოჯახი. ოჯახის საკითხები. მე რაც გამიგია ზოგადად, აი თქვენ როცა ვთქვათ, ებრძვით რაღაც LGBT პროპაგანდას და რაღაცას, მე რაღაცა ჩვენ შეიძლება ვერ ვთხოვთ, მაგრამ ერთ რაღაცაში არ ვთხოვით ნამდვილად, იმიტომ რომ თქვენ წარმოდგენაში აი ოჯახი არის ის რაც აი საბჭოთა კავშირში კვანშო ჩაწერეს რომ ეს დედა, მამა და ბავშვები და რაღაცა ეს მთავრობა რომ ამას რაღაცა არეგულირებს. ეს არის, ამიტომ თქვენ მიმართავთ ხოლმე მთავრობას რაღაც არ დაალეგალიზოთ ერთსქესიანთ რაღაც ქორწინებად რაღაც. მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან რაღაც ტრადიციული ქართული ოჯახი არის აი ფართო ოჯახი, როცა როგორც იყო რაღაცა ბებიებს შეიძლება უფრო მეტი უფლება ქონოდა და ბაბუებს ვიდრე მშობლებს და რაც თავარია რომელსაც აი თქვა აკანონებდა ეკლესია. ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან ადამიანი რომელიც არა კომუნისტურ საქართველოს ტრადიციებს იცავს, არამედ რაღაც უფრო ძველ ქართულ ტრადიციებს, იმ უნდა მოსთხოვოს მთავრობას არა ის, რომ ვიღაცა არ დაალეგალიზოს, საერთოდ ჩაეხსნას ოჯახის შექმნის პროცესი. მთავრობას კი არ ეთხოვდა ნებართვას, ცოლი მომაყვანი ნეო. არამედ ეკლესიას ვანდოთ. ხო იყო ეკლესია, ეკლესია გოს გადაწყვეტს. გადაწყვეტს ეს მისი პრეროგატივაა, იმიტომ რომ ზოგადად ოჯახი არის რელიგიური ამბავია. კი ბატონო. და არა იურიდიული და შეყოთ კონტრაქტი შეიძლება გააფორმოს. ქონების მართვა შეიძლება კონტრაქტით, რა ვიცი, ბავშვის რაღაც სკოლაში წაიყვან, არ წაიყვან კონტრაქტი გაფორმდება. დაავადების დროს ვინ უნდა მიკურნოს კონტრაქტით გაფორმება. ყველაფერი შეიძლება კონტრაქტით გავაფორმო. გარდა ერთი რაღაცა, რაც ამას აი საკრალური ნიშანი რაც აქვს და ეს არის არა მთავრობის, არამედ ეკლესიის ამბავი და მაგალითად ჩვენ სულ ვითხოვით რომ მთავრობა ჩახსნილიყო ამაზე. იმაზე კი არ გაგვერჩია ვისი ოჯახი დავალეგალიზოთ, არის გეებს მიცეთ უფლება თუ არ მიცეთ. ჩვენი რა საქმეა, ეს ხო რელიგიური აქტია. მოდი რელიგიური აქტი ეკლესიამ გადაწყვეტოს. და მთავრობა პლიანად ჩახსნათ. ხო და აი მე აი ასე გამსაზღვრავ რა და ხო. აი ჩემთვის ეხლა მაგალითად აი ეს ვიდეოში რაც მოვისმინე, საინტერესო არის რა კუთხე. ნუ პირველ რიგში არ ვეთანხმები კი არა, საერთოდ არასწორია ჩემი აზრით, იმიტომ რომ სწორი რა იყო მაგის დაჭერაც კი ვერ ვიხსენებ სწორი რა მომენტი იყო. ხა თუ საუბარია იმაზე კონსერვატიზმი რას ნიშნავს, რომ ძველი დროში რაღაც წყობა უნდა მოგწონდეს და ის უნდა გაიმეორო, ეხლა მაგას არ ნიშნავს. თუ მაგაზეა საუბარი, ხო? თუ იმაზეა საუბარი, რომ კლასიკური ლიბერალები ვართ ჩვენო და ჩვენ შეიძლება გვეწოდოსო ლიბერალები და კონსერვატორები ურთიერთსაპირისპირო იდეოლოგია. ჩვენს კი შეიძლება ამ გაგებით გვეწოდოსო, მაგრამ არ ვართ კონსერვატორები, ჩვენ არ გვიტყვას. კი ბატონო, მაგაში ნუ მე უფრო შევიდეთ სიღრმეში. კიდე ის ფაქტი, რომ კიდე რა იყო, ანუ ჩვენ ბელორუსიზაცია არასდროს არ გვითქვამს რომ გვინდა და ეგ საგარეო პოლიტიკის ამბავი იყო მეგონა. პირიქით არ გვინდა, ხო, ბელორუსიზაცია და კიდე ის რომ ზოგადად აი ეს კონსერვატიზმი ქართული არ არსებობს და რას ნიშნავს, საკითხის ეგრე დაყენება
ძალიან გასაკვირია, იმიტომ რომ კონსერვატიზმი ზოგადად რასაც ნიშნავს, მანდედან გამომდინარე ქართულიც მაგას ნიშნავს, ამერიკულიც და კი. აი მაგას მოყვან შეიძლება ბოდიში თუ შეგაწყვეტ, მაგრამ უბრალოდ ამერიკაში სიტყვა ლიბერალი და კონსერვატორი დამოტრიალებულია შინაარსობრივად. ისტორიულად თუ ლიბერალი ევროპაში ტირანიას ებრძოდა, ამიტომ ლიბერალი თავისუფლებასთან აქედან წამოვიდა, ხო, ლიბერტესთან, თავისუფლებისკენ მებრძოლი ადამიანი იყო. ამერიკა ვიდრე თავისუფალ ქვეყანად ჩამოყალიბდა, ამერიკელი კონსერვატორი ზოგადად თავისუფლებისთვის მობრძოლია ხოლმე. მაგალითად ის ითხოვს, ავისი ნაკლებ სახელმწიფო ჩარევას, ნაკლებ გადასახადებს, მეტ დეცენტრალიზაციას შემდეგ და ლიბერალი ამერიკაში ეძახიან იმას, ვისაც ჩვენ ეძახით სოციალიზმს. ამიტომ ზოგადად ერთ-ერთი სიტყვა სხვა რას ნიშნავს გაეშნია იმ ქვეყნის პოლიტიკური წარსული როგორი იყო. ხო და ამიტომ ჩვენი ფრანგების და ამერიკელების წარსული განსხვავებულია და კონსერვატიზმის განმარტება ამაში მდგომარეობს, რომ შენ შეიძლება იდეალურად არ გინდა რაღაც რაღაც ერეკლე მეფეს დრო კი არ გინდა ერთ-ერთში დააბრუნო. მაგრამ აი ამ პერიოდის ტრადიციების რაღაც ნაწილი მოგწონს და ამას ქადაგებ. ზოგადად ძველი დროში რაღაცნაირი მოწყობა მინდა, მომწონს და იმის დაბრუნება მინდა. ეგეთი იდეოლოგია საერთოდ არ გამიგი. ეგ არის რაღაც კონსერვატიზმი ქვია. არ არსებობს ეგეთი იდეოლოგია. აბა რა არის კონსერვატიზმი? სოფლიოში არის ყველა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იდეოლოგია ლიბერალიზმთან ერთად. ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი შორის მიმდინარეობს ძირითადად მთელ სოფლიოში ძირითადი მიმდინარეობები ეგ არის. ახლა არსებობს რა თქმა უნდა სხვები, ბევრად უფრო სუსტებია, მაგრამ კონსერვატიზმი მთელ სოფლიოში გავრცელებულია და არავინ საკითხს არ აყენებს ისე რომ ძველად რაღაცნაირი მოწყობა მომწონს და იმის დაბრუნება. ეს განმარტებაა სიტყვის. კონსერვატიზმი. აბა რა არის კონსერვატიზმი? კონსერვატიზმი არის ტრადიციული ფასეულობების შენახვა. კი ბატონო, ხო, ესე იგი უნდა არსებობდეს ეს ტრადიციული რაღაც ფასეულობები, რომლებიც იყო წარსულში, რომლებიც ჩვენ ვინახავთ. საქართველოში ხო. ეს ტრადიციული ფასეულობები ჩვენი გერმანების სხვადასხვა იქნება და მაგალითად ჩვენივე ფასეულობები და გერმანელების 70-იან წლებში ხო სხვადასხვა არის. სხვადასხვა. ხო და ესე იგი გერმანელი ერთ რაღაცებს იცავს. ჩვენ ხო და მეორე სხვას. ხო და აი ჩვენ ფასეულობები მაგალითად ჩვენ საზოგადოებაში კომუნისტების დროს ერთი იყო, მეფის დროს სხვანაირი იყო. და ამიტომაც მაგრამ ოჯახი მაგალითად კომუნისტური ოჯახი ატომიზირებული, მთავრობაზე ჩამოკიდებული, ბავშვზე რომელსაც მთავრობა ფიქრობს ერთია. გეტყვი, აი მაგალითად კომუნიზმის პერიოდი იყო ლიბერალური მიდგომა. რთული იქნება სიტყვების ასეთი დამახინჯება. რო შეიძლება კომუნიზმი იყოს ლიბერალი. აი, რაში გამოიხატება? არ შეიძლება, არა, უბრალოდ შეუძლებელი ეს არის, მაშინ უბრალოდ, რა ვიცი, ვარ შეიძლება მსხალი დავარქვათ, მაგრამ უბრალოდ რატომ? კაი, ლიბერალიზმი რა არის? აი, მოდი ხომ მოგიყვებით რა არის ლიბერალიზმი, რადგან მე კონსერვატიზმის თქვენს ხარეს იყოს ახსნა განმარტები. კონსერვატიზმი არასწორად ახსენი? ცალსახად. მაგრამ მოდი ვიყოთ რა არის ლიბერალიზმი და ვესწრები მე თუ საჭირო კონსერვატიზმს გადავიდეთ. ლიბერალიზმი ეს არის ну, პოლიტიკურ ფილოსოფიაზე საუბრობთ ზოგადად, ხო? ორივე პოლიტიკურ ფილოსოფიის რაღაც ნაწილი. კი. ხო და თავისი რაღაც ესეთი კლასიკური ლიბერალური ფილოსოფია ჩამოყალიბდა რაღაც მე-17 მეტროს სამყაროში, თუმცა რაღაც შეიძლება წარსულს წავიდეთ, მაგრამ ეს არის აი ქრისტიანული დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკური ფილოსოფიის მწვერვალი, რომელიც ორ რაღაცაზე დგას, ორ ფუნდამენტზე. კი, ქრისტიანობას დგას ამერიკის კონსტიტუციის ავტორები და დაფუძნებლები მამები საერთოდ კონსტიტუციას წერდნენ ქრისტიანების, ქრისტიან საზოგადოების. იქ არის მე განმარტებები, მათი სიტყვები, სადაც ითვლება რომ ეს არის რაღაც წესრიგი, რომელიც ყველა ადამიანისთვის შექმნეს. არა იმედ აი ქრისტიანების, ну ქრისტიანები იყვნენ თეთკანიანი მამაკაცი, მდიდარი ქრისტიანებმა დაწერეს ეს წესრიგი მარტივად რო ვთქვა. და ქრისტიანობიდან წამოიღეს ორი მნიშვნელოვანი რაღაც. რადგან მე დაშენდა ყველა დანარჩენი. რადგან მთელი ლიბერალიზმი დგას. პირველი ეს არის ინდივიდუალიზმი. თორე ბევრი სხვა მისმეტყველეს აღმოსავლეთში გავრცელებული რელიგიებისგან ქრისტიანი პირადად პასუხისმგებელია. გასაგები. მე გეტყვით, მე გეტყვით, ახსნი რა. კი, ვიცი, რასაც მეტყვით უკვე გასაგები. მე მომისმინა თქვენი ეთერები და რაღაც ისეთ უცნაურ რაღაცებს ამბობთ ხოლმე, რომ მოდით მე ჯობია მე ავხსნი. არა, უყურე. ხო და მაინც ეხა უყურე. შენ საიტიც მიგყავს. არ არის, უკვე არ ვეთანხმ. არა, გავიგებ, მაგრამ მოდი მე ჯერ თქვა ის მაყურებელი მაინც საიტი. ჩამოყვან. ეს ინდივიდუალიზმი. იმიტომ რომ ქრისტიანი პასუხისმგებელია ღმერთთან პირადად. არ შეიძლება თქო რომ მე კაცი მოვყავ და პარტიამ დამავალო. ლიბერალიზმი რას ნიშნავს? შეიძლება აი ახსნი, აუცილებლად.
ლოზუნგის დონე. კი, ლოზუნგსაც ჩამოყალიბება. არა, ისტორიას, კი, მაგრამ მე ადამიანი გაიგოს საიდან მივიდა ეს ვარით საში ჩამოკიდებული რაღაცა. არა, ეგ გავიგე. ამერიკა ამაზე დგას. უბრალოდ კითხვაზე პასუხი მაინტერესებს. თუ მასწინო აქვს. ხო ხარ გვეჩქარება? კი. კაი, მოცე. არ გვეჩქარება, მაგრამ აი ძალიან შორს წავალთ ეგრე. მაშინ მეც უნდა შევასწორო ბერი. არა ის პრობლემა. ოღონდ შენ ახსენე კონსერვატიზმი რა არის და მე არა პრობლემა მოგისმენ. უბრალოდ რადგან არ ახსენი, მოდი მე ლიბერალიზმი ამახსნევინე. მეც უნდა შევასწორო ეგ ისტორია. ჩაასწორე რაც გინდა კაცო, მაგრამ მე მოგიყვები ლიბერალიზმი მეთქი, ხო? ხო მკითხე. მე ხო აქ მოვედი. მე გეუბნები როგორ არის ჩამოყალიბდა. ორ რაღაცაზე დგას. ორ ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, იდეაზე. პირველი ინდივიდუალიზმი, რომ ადამიანი თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ ქცევაზე. ღმერთთან აქედან წამოვიდა, ასე განვითარდა დასავლეთ საზოგადოებაში და ეს ინდივიდუალისტური ხედვა, რომელიც ზოგადად ძალიან სპეციფიკურია დასავლეთ ცივილიზაციის ნაკლებად აღმოსავლეთ საზოგადოებისთვის და მეორე კერძო საკუთრების, რომელიც გამომდინარეობს საკუთარ სხეულზე საკუთრების იდეით, იმიტომ რომ შენ თუ არ გაქვს, შენ თუ თავისუფალი ნება გაქვს, თავისუფალი ნების არსი იმაში მდგომარეობს, რომ უფლება გაქვს შენი სხეული განკარგო, იმიტომ რომ ხა პისტოლეტით თუ დამემუქრება ვიღაც რამე გააკეთო, ის არ იქნება ჩემი არჩევანი. მაგრამ ჩემი არჩევანი რო იყოს, რომ ამაზე მე პასუხი ვაგო ღმერთის წინაშე, ამიტომ ჩემს სხეულს უნდა ვფლობდე. მე ვარ პასუხისმგებელი, რას გააკეთებ ჩემი სხეული. აი ეს ორი იდეა, რომელიც ძალიან დიდი ხანი იხარშებოდა თვითონ ქრისტიანულ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ქრისტიანობა რაღაც ეგალიტარული რელიგია იყო და მონების განთავისუფლების ბევრი სხვა ეტაპი გაიარა, მაგრამ საბოლოო ჯამში როდესაც დაემატა მას ტექნოლოგიური განვითარება და რაღაც მეცნიერების განვითარება, ჩამოყალიბდა პოლიტიკური ფილოსოფია, რომელსაც აქვს მარტივი თეზისი, რომ ადამიანს აქვს პირადი ავტონომიის სივრცე, რომელსაც არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს. და თვითონ ლიბერალური სხვა კონცეფციები, კლასიკური ლიბერალიზმი, ლიბერტარიანიზმი განსხვავდებიან იმით, თუ რა არის ეს ავტონომია, ანუ სად მთავრდება ეს ავტონომია. მაგრამ აი ლოზუნგი რომ თხოვე, ლიბერტარიანიზმი რო ჩამოაყალიბოთ ერთ ლოზუნგად, საბოლოო ჯამში ეს ლიბერტარიანიზმი არა, ლიბერალიზმი. ხო, ლიბერტარიანიზმი არის კლასიკური ლიბერალიზმის გაგრძელების თანამედროვე ფორმა. იმიტომ რომ ეს სიტყვები, მაგალითად, სოციალისტებმა მოიპარეს ტერმინები და ხშირად ლიბერალებს ეძახიან სოციალისტებს, განსაკუთრებით ამერიკაში. ამიტომ ყველა კლასიკური ლიბერალი დაახლოებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან საკუთარ თავს ლიბერტარიანს ეძახის. და აი ლიბერტარიანული კონცეფცია დგას მარტივი აი ეს ავტონომია სათვალდება. ეს ავტონომია მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანზე ძალადობა. ამიტომ ლიბერტარიანული ფილოსოფია არის ფილოსოფია, რომელიც სხვადასხვა გზით ხსნის იმას, რომ ყველაზე გამართლებული მორალურად საზოგადოება არის საზოგადოება, სადაც ადამიანს აქვს ყველაფრის კეთების უფლება, გარდა სხვა ადამიანზე ძალადობის. აი ეს განმარტება მოგეცნო. სრულიად არასწორად ჩამოაყალიბე, ისტორიიდან დაწყებული, განმარტებით დამთავრებული, იმიტომ რომ ლიბერალიზმი საერთოდ არ არის ქრისტიანული. ეს მარტო თქვენ ამბობთ. არა, აი გავუყურეთ. ერთი თქვენი ხარჯერ თვითონაც შემოდიოდა ChatGPT-ის პოსტებს დადახმები და შეამოწმეთ. ChatGPT-ს. ანუ უბრალოდ კითხეთ მაინც, უბრალოდ აგუგლის ამბობ, ანუ ზოგადად თქვენ ChatGPT-ს ეკითხებით. არა, უბრალოდ ეს მაინც გააკეთეთ მეთქი, ელემენტარული რაღაცა და როგორ ამბობთ, ChatGPT ბარიცის. არა, ზოგადად ასე პოლიტიკური წინებია და ჩამოვაყალიბებ, ახლა მეც ჩამოვაყალიბებ. აი რაშია საქმე? განმანათლეთ. ლიბერალიზმი ხო ქრისტიანულ საზოგადოებებში გაჩნდა. ანუ ევროპაში იყო მაგის სათავე, ხო? ლიბერალიზმის შემდეგ ქრისტიანული სოფხედველობა, ასე ვთქვათ, ქრისტიანობა საზოგადოებაში გაიზარდა თუ დაიკრა? მე-17 მეტრის სამოკვინდა რომ მოვყვეთ, ძალიან რთულია ქრისტიანობა, იმიტომ რომ სულ ქრისტიანული იყოს დასავლეთში საუკუნეები ამის შემდეგ. ხო და აი ეს ქრისტიანობის კლება დაიწყო, როცა სოციალიზმი გავიდა. აი სოციალიზმის მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, როცა გავრცელდა, იმიტომ რომ ეს ანტიქრისტიანული მიდგომა ზოგადად სოციალიზმი და იმიტომ კი შემთხვევით კი არ იყო ეკლესიებს რო ანგრობდნენ კომუნისტები. ლიბერალიზმის შედეგი. არა, ლიბერალიზმი არა, იმიტომ რომ ლიბერალიზმი ითხოვს კერძო საკუთრება, მაგალითად დგას იმ მარტივ ცნებაზე, რომ მოპარვა არის ცუდი. ლიბერალიზმი რა არის, შეგიძლიათ? ამ წუთას აგიხსენ. არა, ეგ ახსენეთ თქვენ ისტორია მოყვა. არა. აი პრინციპი გითხარით, ეს არის ლიბერალიზმის პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც ამბობს, რომ ამტკიცებს, რომ ყველა ერთადერთი მორალურად გამართლებული საზოგადოება არის საზოგადოება ისეთი, სადაც ადამიანს აქვს ყველაფრის კეთების უფლება, გარდა სხვა ადამიანზე ძალადობის. აი ეს ლიბერალიზმი. ეს პოსტულატი თვითონ დგას ქრისტიანულ დოგმებზე.
არ დგას. კი, იმიტომ რომ ასე გამოდის, ზოგადად ქრისტიანობა მას ქადაგებს. არ. ქრისტიანობა არ ქადაგებს, სხვაზე იძალადე, მოკალიო, გაძარცვეო და ლიბერალი შეიძლება იყოს არაქრისტიანი. ანუ შეიძლება ადამიანი ქრისტიანულ ნორმებს იზიარებს და არ იყოს ქრისტიანი რამდენი ადამიანი ასეთი. ხო, ანუ ლიბერალი რო იყოს, შესაძლებელი ადამიანი და ქრისტიანი არის. ქრისტიანი არის, მაგრამ შეიძლება ქრისტიანულ წესში ცხოვრობდეს. არა, მე სხვა რაღაცას ვკითხულობ. ადამიანი შეიძლება იყოს ლიბერალი. კი. თავიდან ბოლომდე მიყვებოდეს ლიბერალურ შეხედულებებს, ის პატიოსანი ქრისტიანი იყო, მაგრამ შეიძლება ქრისტიანობის წინააღმდეგი იყოს. არა, ვერ იქნება ქრისტიანობა. ვერ იქნება. მაშინ იმიტომ რომ აი ქრისტიანობა რა. ათეისტი რო იყოს. ათეისტები ნაჯრო არსებობენ ზოგადად, მაგრამ ათეისტი ლიბერალი ვერ იქნება. აი ყურე ნებისმიერი პოლიტიკური ფილოსოფია დგას არა, აი ის მნიშვნელოვანი შეკითხვასო. არა, ათეისტები ამჯერად არსებობენ, ვიდრე ყველა ათეისტი ნიშნავს ადამიანს, რომელიც არაფრის არ ჯერა და თავის ოფხედულობას ამყარებს. ნუ ქრისტიანობის არ ჯერა. ხო და თუ ქრისტიანობა იცის რა არის, ეხლა თუ სხვა საზოგადოებაში არ იცოდა ქრისტიანობა რა არის, ოკეი, შეიძლება ქრისტიანობას იცავდეს. ვერ იქნება. არა, ქრისტიანობას თუ ეწინააღმდეგე ვერ იქნები ლიბერალი. იმიტომ რომ შენ თუ იპარავ, აი თუ იპარავ არ არსებობს. არა, ათეისტებს ზოგადად არ არსებობს. უყურე, თუ შენ იპარავ, აი მაგალითად, აი მარტივ რაღაცა, შენ თუ იპარავ, თუ იპარავ. ათეისტი როგორ არ არსებობს. არა, აი იმიტომ რომ აი ათეისტის განმარტებას როგორც შეიძლება არ იცი, მაგრამ აი მე გეტყვით. აი სხვაგან ვარ გადავიდეთ, მარტივ რაღაცას. აი მთელი კაპიტალიზმი დგას მარტივ რაღაცაზე, რომ კერძო საკუთრება, ეს ამაში ხომ ეთანხმები. კერძო საკუთრება აი ერთ-ერთი მთავარი უფლება. კაპიტალიზმი არის. კერძო საკუთრების მთავარი არსი არის ის, რომ სხვას არ უნდა მოპარო. ძარცვა, ყაჩაღობა, ქურდობა არის ცუდი. ეს ხო ასეა. ესე იგი, თუ ადამიანი კაპიტალისტია, ან ზოგადად ლიბერალი ამ კუთხით და მოსწონს კაპიტალიზმი, ესე იგი ის უნდა აღიარებდეს, რომ ქურდობა ცუდია, ყაჩაღობა ცუდია, უნდა მიისწრაფდეს, რომ ყაჩაღი დასაჯოს და ასე შემდეგ. მაგრამ ადამიანი რომელიც ამბობს, რომ მაგალითად მოდი დიდარს წავართვათ და ღარიბს მივცემ. აბსტრაქტულზე გადავიდეთ. ხო და მოდი კითხე, თუ ადამიანი დიდარს წავართვათ და ღარიბს მივცემთო, ის თავისი ბუნების სოციალისტური იდეას ამბობს და უჭერს ხას ყაჩაღობის ნაირსახეობას. ის ვერ იქნება ქრისტიანი. კი, მაგრამ არალოგიკური რატო გამოდის? ძიშენდი საუბარი. აი, ლოგიკა სად არის? აი, მე ვსვავ. ქრისტიანი რომ არ არის ადამიანი. მაგალითად, აი, ქრისტე არ მიაჩნია, რომ ქრისტეს ორი ბუნების არ ჯერა. ხო? არ ჯერა სამები. არა, ეს ეკლესიური მაგალითად ზოგადად. არა, ეკლესიური არ არის კი, მაგრამ ქრისტიანი არ არის. ხო, არსებობს ეგეთი ხალხი. მაგასაც ხო არ ვიტყვით ახლა ქრისტიანი არ არსებობს ეგეთი არ. ხო, ანუ ქრისტიანი არ არის. ლიბერალი არის. ეგ ხო შესაძლებელია? ხო, ეგ რადგან შესაძლებელია, მოდი აი ლოგიკა, უბრალოდ ლოგიკას გავყო. არა, ლოგიკა პრობლემა არის. არ არის ადამიანი ლიბერალი არის, ესე იგი ლიბერალობა ქრისტიანობას არასდროს არ გაიგოს ქრისტიანობის, მაგრამ ქრისტიანულ წესებით იცხოვროს. შეიძლება? ხო შეიძლება. არასდროს არ გაიგოს ქრისტიანობა. მაგრამ ქრისტიანული წესით ცხოვრობდეს, ანუ იცავდეს პრინციპებს, აი ვიცი, არ იპარავდეს, არ ზალადობდეს, სხვას არ უკეთებდეს იმას, რაც არ უნდა იმას გავუკეთოს. ზოგადად ის რაც რო გარეგნულად რო დააკვირდე, შენ ხო არ ვიცი ადამიანი რას ფიქრობს? ქრისტეზე ფიქრობს თუ სხვა რაღაცაზე ფიქრობს, მაგრამ რო გარეგნულად დააკვირდე, შეიძლება ყველა თვალის პატიოსანი კაცი ყოფილაო, ქრისტიანობა ცხოვრობს. ხო და ამიტომ საერთოდ არის აუცილებელი რომ შეიძლება ადამიანს მაგრამ თავარი ეგ არის რომ ეს მონოლი ქრისტიანობიდან მოდის. ანუ ამი შეიძლება აღიზარდოს. საიდან მოსდის? ხო და ამაშია საქმე რომ იმიტომ რომ მაგალითად ადამიანი შეიძლება აღიზარდოს ქრისტიანულ საზოგადოებაში და შეიწოვოს ის წესები. ნუ ხო შეიძლება მოხდეს როგორი მაგალითია ეს ადამიანის იდეის სამოთხეში მოხდეს. აზრი რა გამოდის? ანუ ლიბერალები არიან ქრისტიანები. სოციალისტები არის ანტიქრისტიანები. კი. ხო, ანუ სოციალისტები. ეს არის და თქვენ რომ ამას ვერ ხვდებით ხომ ეს მაგიჟო. არა, მაგაზეც გადავიდეთ. აი, საერთოდ სოციალიზმი, კაპიტალიზმი და ლიბერალიზმი ცოტა გერევათ, აი ეგ საკითხები ერთად. აი კაპიტალიზმს ურევთ ხოლმე ლიბერალიზმთან. კაპიტალიზმი ეკონომიკური წყობაა. კი ბატონო. ლიბერალიზმი პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც კაპიტალიზმს ამართლებს როგორც ყველაზე მორალურ აი მაგალითად საკუთრების თავისუფლება არის კაპიტალიზმი. კაპიტალიზმის კერძო საკუთრება. კერძო საკუთრება. ლიბერალიზმის პრაქტიკული რეალიზაცია არის კაპიტალიზმი. ხო, ანუ მაგას ვამბობ, რომ ანუ ლიბერალიზმის იდეები კაპიტალიზმი არის ფაქტობრივი წყობა ეკონომიკური. ხო, ანუ ერთმანეთში არა, ნუ ერთმანეთში რა. თუ ლიბერალი ხარ, გინდა რომ იყოს საყაროში კაპიტალიზმი. აი უყურე, მოდი ჩამოვაყალიბებ, როგორც აი მე სრულად ჩამოვაყალიბებ. აი უყურე რა შეიძლება. კარგია რომ ეს პოლიტიკური ფილოსოფიის გაკეთებია საჭირო ჩვენ. კი ბატონო, აი გეთახმები, იმიტომ რომ საქართველოში ზოგადად არ არის იდეოლოგიებზე შეძლო. არსებობს ფასეულობების სიბრტყე, ხო? ფასეულობების სიბრტყეში არის
იდეოლოგიები, კონსერვატიზმი, ლიბერალიზმი. არსებობს ეკონომიკური სიბრტყე. მანდაც არის იდეოლოგიები, კაპიტალიზმი, სოციალიზმი. არა, იდეოლოგია, კაპიტალიზმი არ არის იდეოლოგია. არა, ერთსა მე ჩამოაყალიბ. არსებობს მართლობის ფორმები. მართლობის ფორმა არსებობს დემოკრატიული, არსებობს ავტორიტარული. ამ მოვლენების ერთმანეთთან არევა არის სიამდვილეში ამ მოვლენების ცუდად ცოდნა. მე საერთოდ არ ამირევია. ხო, აი უყურე ასეთ ეტაპზე. ლიბერალიზმი არის პოლიტიკური ფილოსოფია, რომელსაც გამომდინარეობს გარკვეული მოთხოვნები მართლობითი სისტემის მიმართ, ეკონომიკური სისტემის მიმართ. ამიტომ არის მართლობითი სისტემები თავსებადი ლიბერალიზმთან, არის არათავსებადი. ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი არის ურთიერთსაწინააღმდეგო იდეოლოგიები. რახან ისტორიით დაიწყო, მაშინ მეც ცოტა შევასწორებ. ლიბერალიზმი რომ გაჩნდა, ლიბერალიზმის კრიტიკაში გაჩნდა კონსერვატიზმი. კონსერვატიზმი ბერდ ზველია ვიდრე ლიბერალიზმის ზოგადად. კი, კონსერვატიზმი უნივერსალური იდეოლოგია, ნებისმიერ. არა, უბრალოდ რა ვიცი, მე მომდები რომ დედამიწა ბრტყელი არისო, უბრალოდ ასეა. კონსერვატული ხა ეს სიტყვის ასეთია, კონსერვატორი არის, კონსერვატიული ადამიანი არის, რომელსაც როგორ შევთქვი, ტრადიციებს იცავს. ტრადიციები შეიძლება ქვის ხანაში ტრადიციები რაღაც არსებობდა. იმ პერიოდში არსებობდა ტრადიციონალიზმი, კონსერვატორი არ არსებობდა. მაშინ არ არსებობდა, იმიტომ რომ ეს არის ქრისტიანული საზოგადოების ხო და ლიბერალიზმი რა არის? მანდედან ირკვევა. კონსერვატიზმი რატო გაჩნდა? ლიბერალიზმი. ასე ქრისტიანობა არ არსებობდა ის ფუნდამენტი მორალური, რომელიც აი გასაგები გახდება ყველაფერი რას გულისხმობს. ლიბერალიზმი არის ტრადიციული ფასეულობებისგან განთავისუფლება. ლიბერალიზმი არის ეგ. არა, ტრადიციული. ეს ვინ გითხრას? საც რომელ წიგნში, რომელმა ავტორმა თქვა ერთი რამე ფილოსოფოსი მითხრეს ეს თქვა. ვიღაცას შეხო არ მოიგონა ეს. ლიბერალიზმი არის მაგალითად ფუძემდებელი არის ჯონ ლოკი. ერთ-ერთი ოკეი მე არის. ხო, ერთ-ერთი ტრადიციებზე უარი უნდა, ხო? ფუძემდებელი. ხო, უარი უნდა თქვაო ტრადიციებზეო? არა, აი ჯონ ლოკს ეგ არ უთქვა. ხო, არა, მაშინ მითხარი, ვინ თქვა ტრადიციებზე უარი უნდა თქვაო? ვინ არის ის პოლიტიკური ფილოსოფოსი, ლიბერალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ის რომ ტრადიციებზე უარი უნდა თქვაო? მე შეგვიძლია მოგიყვანო უამრავი ლიბერალიზმი, ლიბერალიზმის საწინააღმდეგოს ამბობ. ლიბერალი? კი, რა თქმა უნდა. აი მაგალითად. ჩემი საყვარელი ფრიდრიხ ჰაიკი, რომელიც იმით არის ცნობილი, რაშიც ნობელის პრემია მიიღო ეკონომიკაში, რომ ამტკიცებდა, რომ ადამიანს თუ არ ესმის ტრადიციაო, ეს იმიტომ კი არა, რომ ტრადიცია ცუდი არისო, იმიტომ რომ ვერ ხვდება რა არის ტრადიციის ფუნქცია. ამიტომ უნდა ძალიან ფაქიზად მიუდგეთ ტრადიციებსო. ტრადიცია ასრულებს რაღაც როლს. და თუ ჩვენ უარყოფთ ტრადიციას, შეიძლება ძალიან დავაზიანოთ. ამაზე წიგნები აქვს ადამიანს დაწერილი ნობელის პრემია. ხო და აი მად გეშლება ზუსტად. შენ საკითხს აყენებ როგორ? აი იღებ ფილოსოფოსს, იმ ფილოსოფოსის პოლიტიკურ შეხედულებებს კითხულობ და იმ პოლიტიკური შეხედულებებიდან ასკვნი ლიბერალიზმი რა არის? სუპერსტრატ სამყარო წიგნებზე დაყრდნობით უნდა ისწავლო ხო? აბა ვის უნდა ლიბერალიზმი რა არის? ლიბერალიზმი არ არის ვიღაცა კონკრეტული ფილოსოფოსის პოლიტიკური შეხედულებები. კონკრეტული არა, კონკრეტული ჯგუფი ფილოსოფოსების. პოლიტიკური შეხედულებები. მაგათმა ჩამოყალიბეს, კი, ასე. არა, მაგათ ყველა იდეოლოგია ჩამოყალიბებული ადამიანების მიმართ და ლიბერალიზმის ავტორები ვიცით. არ არის კონკრეტულ პიროვნებაზე მიკერებული მოვლენა. ისევე როგორც მაგრამ ისევე როგორც მისი პასტულატები ადამიანს ცალკეულ ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს. წიგნები იმიტომაც არის დაწერილი პოლიტიკური ფილოსოფია, იმიტომ ისწავლება უნივერსიტეტში, რომ აი მოდი შეკითხვით ნათელი მოეფი. აი არსებობს ხალხი. თავად როგორ მიხვედი აქამდე? ანუ თუ შენ ადამიანს არ გითხულობ, როგორ მიხვედი? როგორ გაიგე? ყველა წაკითხული. ხო, და გეტყვი როგორ ხა ეს რასაც შენ ამბობ, მე ინტერესებს. არა, ის არ უთქვამს არავის რასაც შენ მე გეუბნები, მე რაც ვისწავლე, რაც წავიკითხე, ვინ გეუბნა, აი გითხარ. შემდეგ კიდე ჩამოვიყვე და დიდხანს გელაპარაკო, სხვა ხო და არ უთქვამს ეგ არავის. არავის არ უთქვამს ეგ. აი უყურე მაგალითად ხაიგზე თქვი, ეს ხაიგს არ უთქვამს? აი მაგალითად ჯონ ლოკია ლიბერალიზმის ფუძემდებელი მონათლობელობას ემხრობა. ხო? ანუ რას ნიშნავს? ანუ იმიტომ რომ იმ მომენტში ტრადიციული წყობა შეიძლება ყოფილიყო ბევრ საზოგადოებაში, მაგრამ ანუ ლიბერალიზმი გამოდის რომ მონათლობელობას ემხრობა? ხო და არაფერში არის მონათლობელობა ზოგადად. ხო და მაგას მე ვამბობ რომ ვიღაც ადამიანი რომ მოყავს მაგალითი იმისი შეხედულებებით ნუ არ ყვე. არა, ჩვენ რაზე საუბრობთ? იდეოლოგიაზე ხო საუბრობთ. იდეოლოგია არის
მეცნიერული კონცეფცია. ამაში წერია სადღაც რაღაცები აქვს. დგას ამ დაშვებებზე. აი მაგას ვარ. აი ეს კონცეფცია ვიღაც ხალხმა ჩამოაყალიბა. საუკუნეების მანძილზე მარტო ლოკი იყო, იქ უამრავი ადამიანი. აი მოდი მაგალითს მოვიყვან. აი სმიტი იყო. და გაირკვევა. რა ვიცი, მენგერი იყო, მედისონი იყო, ვაშინგტონი იყო, პენი იყო, რავი, მაგალითით გავარკვევთ მაგალითით. ხო და არც ეს უბრალოდ ვერ იპოვი, უბრალოდ არც ეს არ იპოვი, რომ სანდოს რომ ყველა ტრადიციაზე უარი უნდა ვთქვა. ეს სოციალისტების მოგვიანე კომუნისტები აკეთებდნენ ამას. კომუნისტები ანგრევდნენ სოციალისტები ვიზეთს შენ გულისხმობ, ისინი იყვნენ ლიბერალები. სოციალისტები ვინც ტრადიციებს ებრძოდნენ, ვისაც ამბობ, ეგ ლიბერალები. ეს ვინ თქვა ეს კომუნისტები ლიბერალები იყვნენ? კომუნისტები ლიბერალები იყვნენ. ეგ ირკვევა საიდან? ან ეხლა გეტყვი კაცო, ანუ ეგ ვერ გავიგე რა პრობლემა რაში მდგომარეობს. კომუნისტები რო ლიბერალები იყვნენ, ეგ ირკვევა საიდან? ლიბერალიზმი ვიცით რა არის? რა არის ლიბერალიზმი? არიცი აშკარად. ხო და ვიცით აგერდაში. მეგოი შენ არიც. აი უყურე რაშია საქმე. მე გითხარ რა არის ლიბერალიზმი? მითხარ შენ რას ეძახი ლიბერალიზმი? მოდი მაგალითები გავარკვე, იმიტომ რომ შენ რაღაცა ფილოსოფოსების ციტირებას დავიკიდო წიგნები და ფილოსოფოსები. მოდი მაგალითები. აი უყურე მაგალითები. აი მაგალითებზე გადავიდე. ადამიანები არსებობენ ასეთი ხალხი, რომლებიც იძახიან, რომ ტრადიციული ოჯახი არის ფემიციდის. ფემიციდს ბოროტებაა და ამ რაღაც, ოკეი. ხო, ბოროტებაა და ძალადობის მანქანა. ასეთი ხალხი ხო არსებობს. ეს ხალხი ვინ არის? სოციალისტებიან. იდეოლოგიურად რა შუაშია სოციალიზმი? სოციალიზმი რა არის? მოდი ვთქვათ. კი, აგიხსნი. სოციალიზმი ჯერ ვთქვათ რა არის? ხო და გეტყვი სოციალიზმი რა არის? სოციალიზმი ზოგადად არის ლიბერალიზმის ანტიპოდი, რომელიც აი ამ ადამიანის არას მითხრე ავტონომიას არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ან მთავრობას პრაქტიკაში მთავრობას დადის აქვს უფლება ჩაერიოს ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. მათ შორის აღუზარდოს შვილი, მანიზუნოს მის ჯანმრთელობაზე, განკარგოს მისი ქონება, მისი სხეული, წაართვას ფული და სხვას მისეს, მაგრამ ასე შემდეგ. სოციალიზმის ნაირსახეობები განსხვავდება რა დოზით და რა მასშტაბით შეიძლება ეს ჩაერევოს. საწაიგით. მარქსიდან დაწყებული? ნებისმიერ სოციალიზმს, კი რა თქმა უნდა. არა, აბა რას ამბობს? სოციალიზმი ეგ არის, რომ სახელმწიფო უნდა ერეოდეს ადამიანის აბა კერძო საკუთრებას უარყოფ და საკუთრება რო არ გაქვს, ეს რას ნიშნავს პრაქტიკაში? შენი აზრით? აი გეტყვი, მარქსი. ანუ მაგალითად, შენ თუ არ გაქვს საკუთრება, ეს ხო ნიშნავს, რომ შენი ყოველივე ცხოვრების ნაწილს ვიღაცა განკარგავს, ანუ საზოგადოება, რაღაც საზოგადოებრივი ინსტიტუტები. შენ შვილს თუ არ აქვს უფლება კერძო სკოლაში იაროს, ან შენ აღზარდო, ეს ხო ნიშნავს, რომ საზოგადოება ხო და ეგენი ლიბერალები არის, ეგენი არ არის სოციალისტები, ეგენი არიან ლიბერალები. ხო და მე გეტყვი ეს მარქსიზმის ჩვეულებრივ თანაბარ ნაირსახეობა. მარქსიზმი რო დაიწყო, თავარი ინსტრუმენტი ხალხის, ასე ვთქვათ, დაპირისპირების იყო ხალხის კლასებად დაყოფა. მაშინ იყო შრომათი კლასი დაყეს და კაპიტალისტები. მაგრამ ეს დაყოფა იმდენ სისულელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ სამუდრო კაპიტალისტებიო შრომით კლასს ძარცვავენო, უკვე მაშინ ტყუილი იყო სტატისტიკა მოსაჩვენებელი. მე თქვენსო რომ არაო ესო დიდარი ქვეყნებიო ღარიბ კოლონიებს ძარცავდნენ. მე ესეც ტყუილი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ბევრი ყოფილი კოლონია უფრო სწრაფად ვითარდებოდა ვიდრე მათი მეტროპოლიები. და მე საბოლოო ჯამში სოციალისტები მიხვდნენ, რომ ასე უნდა დააჯგუფო ადამიანები და დაიწყო ადამიანის დაჯგუფება და ყველას მიაწერეს თავის უფლებები, შრომითი კლასის უფლებები, ქალების უფლებები, ბავშვების უფლებები. კი, ლიბერალები. ახლა ხო და ეხა გეტყვი, შენ რა შეშნამოს უშვები? აი იმიტომ რომ არ გინდა რომ წიგნებიო ესო. მე რო გითხარი ამერიკაში არეულია მეთქი, ეს ამერიკის პრობლემაა. ამერიკაში როცა არ არის არა მარტო ხო და რაც არ ქონდა საკითხი მე გავიყვები და მიხვდები რა შეშნამოს უშვები. ევროპაში არეულია. მარტო არ მეეროპაში უფრო გასაგებია სხვა. ეხლა რა მოხდა ამერიკაში? ეს ამერიკის საზოგადოება ჩამოყალიბეს, რომ თავრო ცენტრალური თითქმის არ არსებობდა. ადგილზე იცოდნენ მოსამართლეებს, შერიფებს, გადასახადებს არ იხდიდა და ზოგადად კონსტიტუციაში უწერიათ, რომ მიარღეს ტალეფსულების რატომ აქვთ, რომ თავრობისგან დაიცვან თავი. ასეთ საზოგადოებები, ანუ ძალიან თავისუფალი, სადაც მაგალითად ერთხელ გვალვა იყო და კონგრესმა თქვა, რომ 10,000 დოლარი დავიხმაროთ ფერმერებს და პრეზიდენტმა ვეტო დაადო ჩემი რა საქმეა ფერმერის დახმარება. ასეთი საზოგადოება იყო ამერიკული მე-19 საუკუნის ბონდი. და კონსერვატორი ამერიკელი აი ამას იცავდა, რაც ევროპელის გადმოსახედიდან იყო ლიბერალიზმი, იმიტომ რომ იცავდა მეტ თავისუფლებას, ანუ ადამიანის უფლებას, რა ვიცი, არ გადაიხსნას გადასახადები, არ დაემორჩილოს მთავრობას, თვითონ გასხმოს თავის ცხოვრება და ასე შემდეგ. საშემოსავლო გადასახადი არ ქონდა, ნებისმიერ ფულს იყენებდნენ, რომელიც გაუხარდებოდა და ასე შემდეგ. ამიტომ რაც ევროპელისთვის იყო თავისუფლება, იმიტომ რომ კონსერვატიზმი ევროპელისთვის იყო ტირანია.
მეფები იყავდათ და ავტორიტარები იყავდათ. ამიტომ ლიბერალები იყვნენ ტირანიასთან მებრძოლები. მაგრამ ეს ლიბერალები მერე წავიდნენ და გადასახლდნენ ამერიკაში. და იქ რომ თავისუფალი ქვეყანა დააარსეს, გამოვიდა რომ ლიბერალი ვინც არის, ანუ ლიბერალურ ღირებულებას იცავს, რაც ევროპისთვის ლიბერალური იყო. ამერიკაში გახდა კონსერვატორი. და ამიტომ იქ სიტყვა შინაარსი შეცვალეს. და მე-20 საუკუნიდან ამერიკელები ლიბერალებს ეძახიან იმას, ვინც ამერიკულ ტრადიციულ წესრიგს ებრძვის. ამერიკაში კი არ არის არეული. ხო და მომისმინე. შენ გაქვს არეული უბრალოდ. შენ გერევა. არაფერი ამერიკაში არეული. ლიბერალებს რასაც ეძახიან. ამიტომ ამერიკაში ლიბერალებს ეძახიან სოციალისტებს. ასე დავაგდა. რას ნიშნავს? ანუ გამოშტერა მთელი ქვეყანა თუ რატო? აგიხსენი რატო? იმიტომ რომ კონსერვატორული ამერიკული ღირებულება არის თავისუფლების ღირებულებები. აქედან წამოვიდა ეს. ამერიკული კონსერვატორი ითხოვს რომ ადამიანი შეარაღებული დადიოდეს ქუჩაში. არ ნაკლები გადასახადი გადაიხადო. მე შენ გერევა. კი, შენ გერევა. ბაზარი არის. ანუ მაგას არ უშვე. ეგ გამორიცხავს. აი ერთი შეკითხვა მაქვს, ერთი შეკითხვა. საერთოდ რა არის იცი? მე შემდეგ წიგნები გავარჩიოთ ხოლმე არ გინდა? პოლიტიკური ფილოსოფიის სახელმძღვანელობა. წიგნები თუ გინდა თუ გინდა ლიბერალიზმს და კონსერვატიზმს შორის და შემდეგზე გავარჩიოთ. კი, მე იმიტომ მოვიტანე განმარტება რა ის ლიბერალიზმი რა, მაგალითად თანამედროვე ლიბერალიზმი ეს არის. მეუბნებოდ რაშია, თქვენ გერევა, თქვენ იმათ ეძახიან, ბაია პატარასთან არის სასტავს ეძახიან ლიბერალებს გაიგეთ. თქვენ ლანძღავთ, ისინი სოციალისტები რა, ამაშია პრობლემა. სოციალისტების ერთ-ერთი თავარი ინსტრუმენტი როგორ დააბნიოს და გაიტანოს თავისი არის სიტყვების დამახინჯება, სიტყვების შინაარსის დამახინჯება. მაგალითად, ძარცვას ეძახიან გადასახადებს. ან მაგალითად, რა ვიცი, იმას რა ქვია, ღარიბების რაღაცებს გაყოლებას ეძახიან, რა ვიცი, ეკოლოგიურ რაღაც დაცვას და ამ შემდეგ. და ადამიანს გონია, რომ კაც საქმეს აკეთებს, ეს უბრალოდ უპარსავენ. მთელი სისტემა ამაზე აწყობილი, როგორ მოატყუა ამორჩეველი. და ესეც იგივეა რა, ვიღაც სრულიად, აი არ ვიტყვი, დეგენერატები ასე ვთქვათ, რომელიც არაფერი არ იციან, არც თავისუფლების, არც ადამიანის უფლებების, არც არაფერი, თავის დას დაუძახეს ლიბერალები, იმიტომ რომ სინამდვილეში თავისი ბუნებით სოციალისტური, თანამედროვე სოციალისტები არიან. არა, კაპიტალისტები კეკეროს საკუთრებას აღიარებდეს, სიტყვის თავისუფლებას აღიარებდეს. და რა ეტყობა კაპიტალისტის სიტყვის თავისუფლებასთან კავშირში არა, არ გადამრი ეს როგორ. არა. კაპიტალისტი რას ნიშნავს? კაპიტალისტი ნიშნავს ეკონომიკაში მთავრობა რო არ უნდა ერეოდეს. გარდა კერძო საკუთრების დაცვის რა თქმა უნდა. ხო, კერძო საკუთრებას ადამიანს რო ანუ მოქალაქეს უნდა ქონდეს კერძო საკუთრება ბიზნესს როცა აწარმოებს ამ ბიზნესში მთავრობა არ გიზღუდავს სიტყვას. ერთი წამი. კაპიტალიზმი ამას ნიშნავს უბრალოდ. აი რამე არასწორად თქვი ახლა მე კაპიტალიზმი არის მთავრობა რომ ბიზნესში არ ერევა. გარდა საკუთრების უფლებების დაცვის. კი. ეს ჩარევა მაგაში ჩარევა როგორც ეს, მაგრამ კი ბატონო. ხო და სოციალიზმი არის როცა მთავრობა ერევა ბიზნესში. არა, სოციალიზმი როცა ზოგადად კლასიკური ფორმა, როცა საერთოდ კერძო საკუთრებას არ აღიარებს, მაგრამ არის გრადაციები, რა დოზით. ხო, რო ერევა სოციალიზმი ეგ არის, ანუ სახელმწიფო როცა შემოდის, რაც უფრო მეტად შემოდის, მით უფრო სოციალისტური. კი, ზუსტად. ეს არის სოციალიზმი, ის არის კაპიტალიზმი. კი ბატონო. ამის ლიბერალიზმთან არევა, ეგ საერთოდ რაშუაშია. ბაია პატარაია არის ლიბერალი. და გეტყვი რატო? ბაია პატარაია. გამომითხარი. ბაია პატარაია ებრძვის ტრადიციულ ფასეულობებს. მაგიტომ არის ლიბერალი. ამიხსენი რა არის ტრადიციული ფასეულობები? ტრადიციული ფასეულობები კი ბატონ, კარგი შეკითხვაა. ტრადიციული ფასეულობები არის პირველ რიგში რელიგია, როგორც რა ფასეულობებსაც გვაძლევს. რას ნიშნავს ეს? აი უნივერსალურად შეგიძლია მაგალითად ქართული ტრადიციონალიზმი განსხვავდება გერმანული ტრადიციონალიზმისგან. კი, განსხვავდება. იქ პროტესტანტები არიან. იქ მართლმადიდებლები. ესე იგი პროტესტანტული ეკლესია მაგალითად ერთსქესიანთა ოჯახებს რაღაც აღიარებს რაღაც ფორმით. ჩვენები არ აღიარებენ. ესე იგი ტრადიციული ღირებულება შეიძლება აღმოჩნდეს შენი განმარტებით გერმანელებისთვის ერთსქესიანებთან ქორწინება, არა? გერმანული პროტესტანტული ეკლესია დაექვემდება ლიბერალურ მიდგომებს და მაგიტომ აღიარა ერთსქესიანთა ქორწინებას. ლიბერალური მიდგომა ხო ახსენეთ. ლიბერალური მიდგომა არის ტრადიციონალისტური მებრძოლიოდა ეს რა არის მე. ყველა სიტყვას ანუ ცდილობ რომ არ გაგცე პასუხი თუ ანუ აი უყურე ტრადიციონალიზმი რა ტრადიციებს რა ნი არ მომითხარი გერმანელებს მითხარი არა უბრალოდ გაიგე გერმანელებს სხვა
ტრადიციული ფასეულობები აქვს, საქართველოს სხვა. საქართველოს ტრადიციული ფასეულობების თუ ლაპარაკობთ, არის რელიგია, არის ერი, როგორც ფასეულობა, არის სახელმწიფო, როგორც ფასეულობა, ოჯახი, როგორც ფასეულობა და სახელმწიფო როგორც ფასეულობა. სახელმწიფო, აი საქართველო, აი რაც პატრიოტულ გრძნობებს იწვევს ადამიანში. სახელმწიფო პატრიოტიზმის როდის გაჩნდა სიტყვა? სიტყვა პატრიოტიზმი როდის გაჩნდა იცი? მე-20 საუკუნის მიღწევა, იცი ეს რომ მე-19 საუკუნე აი ფესვები რომის იმპერიიდან მოდის, მაგრამ როგორც ასეთი პატრიოტიზმი მე-20 საუკუნის პირველი სოფლიო ომის მიღწევა. პირველი სოფლიო ომის. ვერ იქნება ქართული ტრადიცია პატრიოტიზმი ამ გადმოსახედიდან თუ შენ მართლა ამას ამბობ, მაგრამ არ არის არასწორად ხო და მითხარი რა არის სახელმწიფო როგორც ღირებულება ხო არ შეიძლება ქრისტიანული ღირებულება ვიცი რა. აი მაგას ეგრო არის ეგარი ლიბერალური. არა მე გონია რომ შენ ტყუილს ამბობ ამ გავითარ არანაირი ღირებულება არის. ამის უკან იმალება სოციალიზმის კომუნიზმი რასაც იაგვალმოდა ვიდეოში. მე სისტემას კი არ აბა რა ასე სახელმწიფოს გულისხმობს საქართველოს. ქვეყანას? კი, ქვეყანას. კაი, ოკეი. ყველა სიტყვის რამდენი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო მართლობის სისტემაა და ქვეყანას აი, მაშინ მითხარი ქვეყანა რა ღირებულებაა? ქვეყანა არის ტერიტორია ადამიანებთან. როგორ შეიძლება ღირებულება იყოს? ღირებულება არის მაგალითად ღირებულება როა არ მიგაჩნი. ზუსტად ეგ არის ლიბერალი. რა შეუნდება როგორ შეიძლება ამიხსენე რა არის ღირებულება? ღირებულება არის მაგალითად არ მოკლა ადამიანი. არა კაცკლა, ეს ღირებულებაა. რომ ადამიანის სიცოცხლე არის ღირებული. რომ მაგალითად ადამიანის საკუთრება ღირებულება და არ შეიძლება მოპარო. არ იმრუშო, რომ გეუბნება რომ რაღაც ტიპის ქცევა ადამიანებს შორის არის ღირებულება. აბა მითხარი ქვეყანას ღირებულება. რა არა, რატომ არა? რა ღირებულება? ქვეყანაში ჩვენი ქვეყანაში ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე როგორც ჩვენ თვლით ღირსეულად. ანუ ღირებულება არა ქვეყანა, არამედ დამოუკიდებლობა. დავასრულებინოთ. დამოუკიდებლობა რა შუაში. აი უყურერაზეა ლაპარაკი. აი მე ზოგადად ვიგებ. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არ გამოდის. საერთოდ არსებობს ტრადიციული ფასეულობები, რომლებიც განსაზღვრავს კოლექტიურ იდენტობას. ხო სწორია? კოლექტიურ იდენტობას. ლიბერალიზმი არის იდეოლოგია, რომელიც ებრძვის ფასეულობებს, რომელიც განსაზღვრავს კოლექტიურ იდენტობას. ლიბერალიზმი არის ინდივიდუალისტური მიდგომა. კი ბატონო. ანუ შენი მოსახედიდან მე თუ ლიბერალი ვარ, არ შეიძლება თქვა რომ ქართველი ვარ? არა, არ შეგიძლია თქვა. ლიბერალი თუ ხარ, გეტყვი რას იტყვის საქართველოსთან მიმართებაში. მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს, ჩემთვის დიდი საქართველოს ვილაპარაკოთ, ჩვენ მაყურებელს რომ გაიგოს, რა არის ეს ღირებულება? რატო არ მაცდი? ღირებულება მითხარი უბრალოდ. ვერ ვიგებ. აი ლიბერალი თუ ხარ, რას იტყვი, ჩამოგითვლი. გინდა ყველა მიმართულება. ლიბერალი თუ ხარ, იტყვი. რელიგიას მნიშვნელობა არ აქვს. სისულელე, ბუდიში ტყუილი. არ არის ტყუილი, ლიბერალური მიდგომა არის. შენ მაყურებელს მე ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს რელიგიით არ უნდა განასხვაო ადამიანს. ციგნებში წერია, აკა ციგნები არა. ციგნებში რა ციგნები არა, საწაიკითხე. რატო არ მაცდი პასუხს? რატო არ ლოკი ქრისტიანი იყო? ხო თქვი ლოკი ქრისტიანი იყო? ლოკი ჩვენი მართლმადიდებლების გადმოსახედიდან თლათ ქრისტიანი იყო თუ არა? შენ მარტო მართლმადიდებლურ ქრისტიანობას ეძახი თუ ქრისტიანობას ზოგადად ქრისტიანობას ეძახი? ცდილობდა თავისებურად, ცდილობდა რომ წვალობდა. აი რა ცდილობდა. ანუ და უთქვამს რომ არა, არ გვინდაო რელიგიაო? ხო და ლოკი მონათლობელი იყო. მონათლობელობას რო ემხრობა. არა, დამფუძნებლები მამებს შორის მონათლობელების იყვნენ, მაგრამ ეს სხვა რაღაც ის ამბავია. სხვა რა. იმიტომ რომ იცვლება ღირებულებები, ღირებულების ფასეულობები იცვლება. ლიბერალიზმის დამფუძნებელი ერთ-ერთი, ნუ პირველი. მერე შემდეგი გააგრძელეს კი ბატონო ხმებმა. რომელიც იძახდა რომ ადამიანის ხმის უფლება არ უნდა კონდეს თუ მონა არ აყავს. არა მისმინე მე ხა თავს ვერ დავდებ ყველა ლოკეს ციტირებას და პირაცნობას, მაგრამ მე რაღაცას გეტყვი. დამფუძნებელი მამის შორის იყო მონათლობელები. იმიტომ რომ ამერიკაში იყო მონათლობელობა. რანაირადაც მიპირისპირებ. არა, უბრალოდ არაფერ შუაში არ არის ეს, ხვდები? როგორ არის შუაში თუ ლიბერალიზმი არის მონობიდან თავისუფლება. მერე თუ ეგ არის ლიბერალიზმი. და შეგონია მონობიდან თავისუფლება ერთ დღეში გამოვიდა, ქრისტიანობა ერთ დღეში გავრცელდა. აი უყურე, ზუსტად შენ თვითონვე უპირისპირდები შენ თავს. ამიტომ გითხარ რომ ეს იყო მრავალ საუკუნიანი გავრცელებულად იდეები ჩამოყალიბება, რომელიც მე-19 საუკუნეში დაიწყო როგორც პირველი წყობრი რაღაც იდეების, აი წიგნებში რო არ გიყვარს, აი წიგნების დაიწერა. ლიბერალიზმის შეგიძლია მითხრა, რატოა? არა მარტო ლოკი ზოგადად აი დაგისახელე მედიცინის ლიბერალიზმის ფუძემდებელი. თუნდაც ლოკი. რატო ითვლება? იმიტომ რომ ლოკისნაირ ადამიანებმა შეხო წაკითხულია ყველა. ლოკისნაირ ადამიანებმა ჩამოაყალიბეს პირველად აი ესა იფიქრეს
რა დასკვნები შეიძლება გამოიტანო თუ ამ ქრისტიანულ რაღაც ინდივიდუალისტს რაღაც საკუთარი სხეული რო შენია. აქედან რას მიიღე? მაგალითად, ის რო შენი სხეული შენია, ლოკმა მაგალითად იფიქრა და მივიდა იქამდე რომ კერო საკუთრება უნდა იყოს საზოგადოებაში დაშვებული, გაიგე? აქედან მივიდა ეს. და ზოგადად ასეთი ბევრი იდეა ასე ვთქვათ კრისტალიზება მიიღო და მე ამას კიდე საუკუნეები მუშაობა დაჭერდა სხვადასხვა ადამიანების, რომლებიც სხვადასხვა აუცილებდნენ და ჩამოყალიბდა ინფორმაცია, რომელიც გითხარი, რომ ლიბერალიზმი, თანამედროვე ლიბერალიზმი, რომ ლიბერალებს ეძახიან, რომ სხვა შენერ სოციალისტ ლიბერალებს ეძახი იმას შეშალოს. მე კი არ მთელი სოფლიო მაგას ეძახი. არ ეძახი. ეგ მარტო მე ნუ დამაბრალებ, მაგრამ ამერიკას ეშლებაო, ევროპას ეშლებაო. არა, მე არ მithქვა. მე ვერ გავიგებ ის არ ეშლება შენს გარდა. მე აგიხსენი რატომ ამერიკაში სხვა რაღაცას ნიშნავს. ხო, აგიხსენი, იმიტომ რომ იქ ბუნებრივად სხვა წესრიგი ჩამოყალიბდა. ხო ეშლებათ. არ ეშლებათ, არა, ასეა მიღებული, გაიგე? უბრალოდ იქ ეძახიან ლიბერალებს იმას, ვისაც ევროპაში ეძახიან სოციალისტებს. მე და მთელ მსოფლიოს ერთნაირად გვეშლება ეგ საკითხი. არა, შენ წიგნებთან გაქვს პრობლემა, თორე მე არაფერი არ მეშლება, კაცო. წიგნებთან შენ გაქვს პრობლემა. ანუ აი უყურე რა. მიყვარს წიგნები უბრალოდ. აი უყურე წიგნები მე მესმის რატო იშვიებს წიგნები. ისე მაყურებელმა რო იცოდეს, რაც არ უნდა გითხრათ ამ ტელევიზიაში ლიბერალიზმი ნიშნავს მარტივ რაღაცას. მორალური საზოგადოება არის საზოგადოება, სადაც ადამიანს აქვს უფლება გააკეთოს რაც უნდა, გარდა სხვა ადამიანზე ძალადობისა. ეს ნიშნავს რომ არ მოშლისულა ქურდობა, ძარცვა, ძალადობა, გაუპატიურება, მკვლელობა. გავაგრძელებ. მაგრამ დანარჩენში ადამიანს აქვს სული თავისუფლება მოეწყოს როგორც ჩამოაყალიბოს. ეს არის ლიბერალიზმი. რაც კიდე ის თქვი, მე ჩემს უკან არის ცოტა ხანი. ასობით ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ამას საუკუნეები ამუშავებდნენ და კი, აი უყურებ ჩამოვაყალიბებ. და მე აი არ შემაწყვეტინო ყოველ სიტყვას. აი უყურე ლიბერალი როგორ შეაფასებს ნებისმიერ საკითხს. ლიბერალიზმი არის ეს. რელიგიას არ აქვს მნიშვნელობა. კი ბატონო, შეგვიძლია მე რა რელიგიას მინდა ვიყო, თუ მინდა ქრისტიანი ვიქნები, თუ მინდა არ მინდა ვიქნები ქრისტიანი, თუ მინდა ათეისტი ვიქნები, თუ მინდა სხვა რელიგიას მე თვითონ გამოვიგონებ. ამებს არ აქვს მნიშვნელობა. ამით არ უნდა გავარჩიოთ ჩვენ არც სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით. დისკრიმინაცია არ უნდა მოვახდინოთ ერთმანეთის ამ ნიშნით. ეს არის ლიბერალური მიდგომა. როცა ვლაპარაკობთ რელიგიაზე, რელიგიის ნიშნით არ უნდა განვასხვაოთ ადამიანები. ეს არის ლიბერალიზმის ერთი წამი. ეხლა რაც შეეხება ეროვნება. ეროვნების ნიშნით არ უნდა განვასხვაოთ არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას კანის ფერს და ასე შემდეგ არ უნდა მივანიჭოთ მნიშვნელობა. ეგ არის ლიბერალური მიდგომა. ეხლა რაც შეეხება მაგალითად ოჯახი. ოჯახი არის ძალადობის ინსტრუმენტი. გაზუსტება შეიძლება არ უნდა განვასხვაოთ თუ ნიშნულობა არ აქვს. ანუ ხან ასე ამბობ, ხან ისე. ერთია რომ მაგალითად ყველა ადამიანს აქვს უფლებები და მიუხედავად იმისა, ნიშნულობა აქვს თუ არა იმ ადამიანს თვითონ გადაწყვიტოს, მაგრამ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ნიშნულობა არ აქვს. ხო, ანუ შენ თუ ამბობ რომ ყველა ადამიანს თანაბარი უფლებები უნდა კონდეს, მიუხედავად მისი რწმენისა, სქესისა, კანისფერისა, ეს ცხადია, ეს ცივილიზაცია ქვია. ეგ არის ლიბერალიზმი. ნებისმიერი ცივილიზაცია კი არის ლიბერალიზმი. კანონის უზენაესობა ქვია ამას ზოგადად და ლიბერალიზმი შედის, რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობა. არა, როცა ამბობენ რომ სქესის მიხედვით უნდა გასხვავდებოდეს უფლებები, ან მაგალითად კანისფერის მას ქვია სექსიზმი, მას ქვია რასიზმი და ასე შემდეგ. აი მაგალითად ლიბერალი არ დაუჭერს რასიზმს. არაფერი რასიზმი არ მაგას. ეგ ლიბერალები იძახიან რომ რასიზმი ქვია მაგას. მაგას აფრიკა. მომიტყარი. ეგ სხვათა შორის ეგ საინტერესოა. ერთი გავარჩიოთ მაგალითი. აი მაგალითს მოიყვან კარგი თემა წამოჭერი. აი მაგალითად ადამიანი მოვიდა და ცდილობს საქართველოში მიიღოს მოქალაქეობა. ხო? ცდილობს მიიღოს მოქალაქეობა. თუ ქვეყანაში არსებობს ასეთი მიდგომა, რომ შენ თუ ქართველი ხარ, ადვილად იღებ მოქალაქეობას. მაგალითად ისრაელში ეგეთი წესია. იმიტომ რომ კონსერვატიული ქვეყანა. არაფერში შორის კონსერვატული ამას მაგალითად. არაფერში არ. ლიბერალიზმი რა შუაში? არც ლიბერალიზმის შუაში. როგორ არის? აი, როგორ დაგიხსნა. ლიბერალურ მიდგომას გეტყვი. ლიბერალურ მიდგომას გეტყვი. ერთი წამი, ჩამოვაყალიბე. ლიბერალური მიდგომა არის ასეთი. შენ მოქალაქეობას რო გინდა,
ამის გარკვევაში განიჭებ თუ არ განიჭებ მე მნიშვნელობა არ უნდა მივაჭრე ქართველი ხარ, ფრანგი ხარ, გერმანელი ხარ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მე რაღაცა სხვა კრიტერიუმებით უნდა გამსვალო, რომ მაგალითად ეკონომიკაში მიჭირს, არ მიჭირს, ზოგადად რაში გჭირდება ჩემი მოქალაქეობა. ეგეთ საკითხებზე უნდა დავფიქრდე. ანუ მაგალითად ქართველობით არ უნდა გადავწყვიტო. ეს არის ლიბერალური მიდგომა, მეთანხმები? არა, არა, აფიშვაში არა. მოდი ეგესნი ახლა ყურე. ჯერჯერობით ზოგადად როცა საუბრობ მიდგომებზე, პოლიტიკური ფილოსოფია ზოგადად ეხება შიდა წესრიგს მოწყობის რა. ამიტომ როცა მოქალაქეობას იღებ, შენ არ ექვემდებარება შიდა წესრიგს. ამიტომ ნებისმიერ შიდა წესრიგ ქვეყანაში უბრალოდ რასიზმი იქნება თქვა, რომ შავკანიანს სხვა უფლებები აქვს, თეთრკანიანს სხვა. არ შეიძლება რომ ხალხს სხვა უფლებები ქონდეს, კაცს სხვა. თანაბარ უფლებებიანი უნდა იყოს ყველა. კი, ლიბერალიზმი ამბობს მაგას. ხო, ასეც უნდა იყოს. რა თქვენ ამბობთ რომ რასიზმი მოსულა იყოს, როგორ უნდა იყოს? რასიზმი არაფიშვია. როგორ თუ შავკანიანს სხვა უფლებები აქვს და თეთრკანიანს სხვა, რასიზმი ქვია ამას განმარტება ამის უბრალოდ. რასიზმი გეტყვი. ხო და მოდი ეხლა ამიტომ შიდა წესრიგი თანაბარ უფლებებია. ლიბერალიზმს. ეხლა შენ რაც ლაპარაკობ, ეგ არის ლიბერალიზმი, ზუსტად მაგას ვამბობ. კაი, ოკეი, მე არ პრობლემაა. ეგ სოციალიზმია. ეგ არის სოციალიზმი, არც კაპიტალიზმი. ეგ არის კონკრეტულად ეგ არის განმარტება და ლიბერალიზმის ნაწილია კანონის უზენაესობა. თქვენ კანონის უზენაესობას არ აღიარებთ, ბაზარი არის კაცო, გავაგრძელოთ რა. არა, კანონის უზენაესობა. კანონის უზენაესობა ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს თანაბრად. კანონის უზენაესობა. თანაბრად უნდა მიუდგე. გეტყვი საიდან? კანონის უზენაესობა გამომდინარეობს იქიდან, მე რა ტრადიციული ფასეულობებიც მაქვს, იქიდან თუ გამომდინარეობს კანონი, მის უზენაესობას ვაღიარებ. თუ ის კანონი არ გამომდინარეობს, ვინ თქვა ეს გამარტება საიტს ავტორი მითხარ. ეს სულ ეს უნდა ყოველ ჯერზე ეს უნდა ფიზიკაზე რო ლაპარაკობ და ტერმინებს შენიგონებდე დისკუსიის ასე ხო არ შეიძლება რაღაც ტერმინებს კანის უზენაესობა ტერმინია ვიყავ გამარტება რას არ ყვა ვიღაცა რო ვიყენებ რაღაცას ხო ნიშნავს სახელი რო დავასახელო რა ირკვევა მაგრამ გავიგებ მაინც რა იდეოლოგიას უჭერ ხარს იმიტომ რომ პირველად გავიგე ეს არის კონსერვატიზმის შენობა ეს რა კონსერვატიზმი აგიხსენი რაც არის კონსერვატიზმი არის ტრადიციული ფასეულობების მოქალაქეობას აი მაგალითად მე უჭერ ამ ამბავს რომ მაგალითად ქართველები ვინც არიან გაფანტული სოფლიოში თუ მოქალაქე დაგად მაგასთან მარტივად მოენჭოთ ეს იმიტომ რომ ერთადერთი მოკლევადიანი მექანიზმია როგორ მოვაგოთ დემოგრაფიული პრობლემა სხვა არანაირი მოკლევადიანი გზა ამის არ არსებობს. ამიტომ როგორც ებრაელები აკეთებენ, აი თუ რამე ქართველობის სადღაც რამე გაქვს და შენ გინდა რომ ეს ქართველობა სადღაც შენარჩუნო, მოდი, გაძლევ მოქალაქეობას. ზოგადად ასე მივიშნე მე. და რა არის ეს? რატომ არის ეს? იმიტომ რომ მე არ ვიცი რაღაც ეკონომიკურია, მაგრამ სინამდვილეში ეს ძალიან გასაგები ეკონომიკური ამბავია. როცა ადამიანი რაღაცა შენ ამბობდი ღირებულებაო, სახელმწიფო დაარქვი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის დამოუკიდებლობის ღირებულება, სხვა საზოგადოებისგან დამოუკიდებლად ჩვენი ბედის განსაზღვრა, ძალიან კარგი ღირებულება, ამაში მოვყვები. ხო და ეს არის ქართული რაღაც, ეს უნივერსალური რაღაც არის, ხო, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა ეს ღირებულება. ხო და როცა ხალხი შეიკრიბება და დამოუკიდებლად განსხვავდება საკუთარ წესრიგს, ზოგადად ამ ხალხს აქვს სრულიად ლეგიტიმური უფლება თვითონ გადაწყვიტონ რომელ სხვა ადამიანებთან მათთვის ეს იქნება მარტივი. და უცხო ადამიანი რო შემოდის, უცხო ადამიანს სანამ არ შემოვაჩენს საზოგადოებაში, არანაირი უფლებები არ გააჩნია, არავის არ აქვს უფლება ჩვენ ქვეყანაში შემოსვლის. თუ ჩვენ არ შემოვუშვით. ამაშია დამოუკიდებლობის არსი. ამიტომ ჩვენ გვაქვს უფლება ვისთან გვინდა თანაცხოვრება, ვისთან არ გვინდა. აქ არც არანაირი რასიზმი იქნება, არც არაფერი. ეს ჩვენ უნდა გავკარგოთ, როგორი კრიტერიუმები გვინდა და თავის კრიტერიუმები იყოს ღია. სხვა ქვეყნის მოქალაქეები რო შემოდიან და აქ რო სახლდება. ეგ ადამიანს რომ პრობლემად მიაჩნია, ან არ მიაჩნია. ეს ლიბერალიზმთან და კონსერვატიზმთან კავშირში არის თუ არა? შეიძლება ორივეს აწუხებდეს ან არ აწუხებდეს ეს პრობლემა, მაგრამ მაგალითად ლიბერალისტვის ის რომ თავრობა წყვეტს ამას, ეს არის პრობლემა. ამას უწოდებს ქართული ხალხი, აი მაგალითად ვიღაცა რომ შემოდის და საზღვარზე შემოუშვებენ, არ შეუშვებენ, თავრობის გადასაწყვეტია. არც სახლი შეიძლება ქონდეს, არც ვინ ელოდებოდა. ქართული ხალხი როგორ უნდა აი ყურე, ვინმე ერთი ადამიანის მან უნდა იყოს ჩვენი თანამოქალაქე, ვინც იმას ელოდება. ან ამ სამსახურს აძლევს, ან ასწავლის, ან ბინას დაუთმობს, ანუ არა, ეგ ეგ არის შენი რაღაც ვერსია. არა, შენ ასე ყურე, აი ეს ლიბერალური წესრიგი როგორ იქნება? არ არის ლიბერალური. და თუ არც ლიბერალური. ეგ უბრალოდ შენი რაღაც ფორმაა, შენი გამოგონება. კაი, სანდრო რაქვიაშვილის ფორმა დავარქვათ, მე ლიბერალური წესი გეცვირა არის თელ სოფლიოში.
თელს სოფლიოში ლიბერალური წესები გეშლება მე. ამდენი ხანი, აი ამიტომ მე კი არ მეშლება თელს სოფლიოში ეგრეა. არა, შენ გეშლება, შენ სოციალისტებს, რომელიც ამერიკაში მათ ლიბერალებს ეძახიან, ამერიკელებსაც ხო ეშლება. აგიხსენებათ კი არ ეშლებათ, ასეა, იქ ასე განვითარდა, იქ კონსერვატიზმი სხვას ნიშნავს. შენ რაც გონიათ კონსერვატიზმი არა. ლიბერალიზმი შენი სხვას ხო რომ ნიშნავს. ქართული ხალხი დადიოდეს. ლიბერალიზმი შეიარაღებული ქუჩაში. კი, იქ სხვას ნიშნავს და კონსერვატიზმი სხვას ნიშნავს. ანუ მე რასაც გულისხმობ, ლიბერალიზმი. შენ ნიშნავს არ ვიცი ხო და ემთხვევა, იქაც ლიბერალიზმი ნიშნავს იგივეს. იქაც ლიბერალიზმი ნიშნავს საზღვრების გახსნას. იქ ლიბერალური ფლანგი, იქ ემხრობა, რომ შემოუშვათ მიგრანტებს. ემხრობენ და მე სამევასება სოციალისტებს გონია რომ ეს ურთულდროობის შედეგია სოციალისტებს. არა, ასე. ამერიკელები, მაგრამ სოციალისტებს არ ეძახიან. მოდი ამერიკაზე დავკონცენტრირდეთ, თუ არ ავრიოთ. ამერიკელი ლიბერალების ასე თქვა პოლიტიკური წარმომადგენლები არიან დემოკრატიული პარტია. ხო ასე? ამაში ხომ მომყვები? კი ბატონო. დემოკრატიული პარტია, ავიღოთ აი ცნობილი დემოკრატები, როგორც აი სანდერსი იქნება, ისა კორტეზი რა ქვია მას დებილი ხალი რო არის რაღაც. აი ესენი. ისინი არიან ღიად კომუნისტები. მერე? ხო და იმიტომ რომ კომუნიზმი და ლიბერალიზმი წინააღმდეგობაში არ მოდის. ლიბერალებიც არიან და კომუნისტური მისწრაფებებიც გააჩნია. ხო და უყურე ისინი არიან კომუნისტები. დემოკრატიული ლიბერალები. თანამედროვე დემოკრატიული პარტია, კამალა ჰარისი, რასაც ითხოვდა და წინააღმდეგებს და შემდეგ არიან კომუნისტები. ლიბერალები ან სოციალისტები. ხო და უყურე, იმიტომ რომ ამერიკაში კონსერვატიზმი ნიშნავს თავისუფლებას, ნაკლებ თავრობის ჩარევას, რა ვიცი, ადამიანის ავტონომიას, იმიტომ რომ ძალიან უნიკალური ქვეყანაა თავის ისტორიით და მათი კონსერვატიული ღირებულებები, აი ეს არის თავისუფალი ღირებულებებია. მხოლოდ ამიტომ ამერიკაში ლიბერალიზმი ნიშნავს სოციალისტურ იდეებს. ასე ჩამოყალიბდა და ისტორია რო წაიგე ხო? ანუ აი უყურე. ისტორიის ადამიანები მივდივართ. ანუ ეხა უყურე. აი ჩვენ ეხა განვიხილავთ, ხო? ესე იგი ამერიკაში ლიბერალიზმიც ეშლება. არ მეშლება, როდის გითხრა რომ გეშლებათ მე? არა, ეშლებათ. არა კაცო. ლიბერალიზმს შენ ვისაც სოციალისტებს ვიღაცა დააკვირდა დისკუსიას, თქო ქართული კონსერვატორობა არის რა არის კონსერვატიზმი ვიტყვის რა, ასეთ მაგრამ უყურე არა, მაგას არის. არა, ვიტყვის იმიტომ რომ ელემენტარული განმარტების ამბავზე. მოდი, მოდი. აი ყველა სიტყვაში აზრი აქვს ასე ორ თვაში ლაპარაკი. უბრალოდ მე არ მithქვას რომ ეშლებათ მე თქვი? არა, გამოვიდა ეგრე გამოვიდა. არა, შეიძლება კაცო, შენ გეშლება ნამდვილად უბრალოდ ახსნანდა. გავიმეოროთ რა ნიშნავს. გავიმეოროთ რა თქვი. საქართველოს და გერმანიის სხვა რაღაცას ნიშნავდეს. ხო შეიძლება, ამას ხო უშვებ. გავიმეორებ. ხა სამის გამო ძალიან ხშირად ეშლება. ეს გავიმეორებ და ცუდად არ გავიმეორებ. ამერიკაში კონსერვატორები არიან შენი თქმით სინამდვილეში ლიბერალები. ვინც თავის თავს კონსერვატორს ეძახის ამერიკაში, იქიდან გამომდინარე რომ თავისებური ისტორია აქვს, შენი თქმით, ამას შენ ამბობ. შესმეტი მე არავისგან არ გამიგია. შენი თქმით ამერიკელი კონსერვატორები არიან ლიბერალები. მარა ამერიკელი ლიბერალები რას გულისხმობს? შენ რას სწავლობ? უყურე რა კარგად. ერთი საათი გავიდა და რაღაც ვერ გავიგე. ვერაფერი ვერ გავიგე. იმიტომ ვერ გაიგე რომ არ მისმენ, არ მისმენ. რომ მომისმინო, ყველაფერი გასაგებია. აი უყურე შენი ძახი, რამდენად არალოგიკურ სიძახი დაუკვირდა. ამერიკელი კონსერვატორები, ვინც თავის თავს კონსერვატორებს ეძახიან და თავის ოპონენტებს, ლიბერალებს ეძახიან, შენი ძახი რომ ისინი არიან ლიბერალები. და ჩვენი გაგებით ჩვენი გაგებით რო გასაგები იყოს მაგრამ ჩვენი გაგებით ლიბერალებთან ძალიან ახლოს არიან კი ბატონო შენი ლოგიკა გაირკვა მაყურებლისთვისაც ყველასთვის ლიბერალები ვინც ამერიკაში თავის თავს ლიბერალებს ეძახიან კონსერვატორებიც მათ ლიბერალებს ეძახიან შენი თქმით არიან სოციალისტები და არა ლიბერალები ხო ეს არის ერთ რაღაცას რომ გირჩიო რა ეს არის ასეთი წიგნი არის ჰაიკის თავისუფლების კონსტიტუცია მათ შორის ქართულად არის ნათარგმნი კარგი კაცია იქ არის ბოლოში სტატია ბოლოში არის ეს სტატია ამ ჰაიკის რატომ არ ვარ კონსერვატორი იმიტომ რომ ჰაიკი თვითონ აი კარგი გაგებით ლიბერალი ის კი არა შენ რო სოციალისტებს ეძახი აი მე რასაც ვეძახი ლიბერტარიანელი კაცი იყო ლიბერტარიანელებს და კონსერვატორებს ძალიან ბევრი საერთო აქვს მაგრამ ერთი და იგივე ნახდად არის ეს მე არ მithქვამს ზოგადად რთულია პოლიტიკური ფილოსოფია, ასე მარტივად არის შენ რაღაც მოიგონე სიტყვები და რაც გინდა ის დაარღვე, ეგ? არა, რაც შენ ეხა კარგად ჩამოვაყალიბეთ.
კარგად მივედით, ანუ შენ ლოგიკას ხოლმე ჩავწვდ. ხო უნდა ჩავწვდ. შევამოგეცი ადამიანური რომ არსებობს წაიკითხო და გაერკვი ამ ამბავში რა. მაყურებელო წაიკითხეთ, წიგნები იქით. აი უყურე ძირფას მაყურებელო წიგნების კითხვა არის ძალიან დიდი პრობლემა. ლოგიკას გავყვეთ. არ დაუჯეროთ იმ ხალხს წიგნებს პატივს. წიგნებს ნუ მოვიშველიებთ იმ მომენტში, როცა ლოგიკური აღარ გამოდის ჩვენი ლაპარაკი. წიგნები წაიკითხეთ ხალხო, ამას ნუ ვიტყვით მაგ მომენტში, თორე ისე ზოგადად იკითხოს ყველამ, კი ბატონო. აი უყურე ამერიკაშიც კონსერვატორებიც მეთანხმებიან, ლიბერალებიც მეთანხმებიან. რა არის ლიბერალობა? არა მარტო ამერიკაში. იმიტომ რომ ამერიკაში ლიბერალიზმი ზახია სოციალიზმი. რასაც მე ვეძახი ლიბერალიზმს და რასაც მე ვეძახი კონსერვატიზმს, ევროპაშიც მაგას ეძახი. მე დამიზახე როგორც ლიბერალს, კაიგე? და მე აგიხსენი რა არის ლიბერალიზმი კონტინენტური ევროპული ტრადიციით. ასევე აგიხსენი რატომ ამერიკაში ეს ტერმინი არის ამოღირავებული შინაარსით. აგიხსენი, გაიგე? ამიტომ ამერიკაში ლიბერალებს ეძახიან სოციალისტებს. აი რა გიქნა მე? აი როგორ აგიხსნეს ამბავი და ამიტომ შენ ვიღაცებს რომ ლანძღავა LGBT პროპაგანდისტებს და რაღაცებს, იმ ის არის სოციალისტები. ხო და აი უყურე ბაზარი, ეგ უბრალოდ შენი პრობლემაა. ეგ არის შენი პრობლემა. მთელი სოფლიო რაღაცას ასე ეძახის და მარტო შენ ეძახის ხვანაირად და თან იმის პრეტენზია გაქვს რომ ილაპარაკო რომ ყველას ეშლება მარტო მე ვარ მართალიო. კი ბატონო, როგორც ატომის ალბათობა არ არის 0-ის ტოლფასი, სადღაც სხვა სამყაროში რო იყოს ეს ატომი, ხო, ერთდროულად. ეგრევე შეიძლება ეს რაღაც უცნაური ფიზიკა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს. არ არის, არა, უცნაური ფიზიკა შორის. უყურე რა შესაქმე. შენ იცახი, აი უყურე ბოლომდე მივედით, ლოგიკა გავიგე. შენ იცახი, რომ ლიბერალები არიან კონსერვატორები. ეს უკვე სინამდვილეში თავის. ხო, ვინც კონსერვატორს ეძახის თავის თავს, ისინი არიან სინამდვილეში ლიბერალები, უბრალოდ მათ ეშლებათ. არ მithქვას ეს ვაფშე არასდროს არ მithქვას. კონსერვატორები არიან ის ხალხი, ვინც კონსერვატორ ღირებულებას იცავს. უბრალოდ განმარტება, წიგნი მართლა წასაკითხია, რას ამბობ? კონსერვატორები ღირებულებას მე კი არ ვამბობ, შენ რასაც ამბობ მაგას. ამას გეუბნები, ხო და ლიბერალები არიან, ლიბერალი ცალკე იდეოლოგია. რომელიც აგიხსენი რას ნიშნავს? განმარტება გითხარი. შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ ჩემს ზუგს ამაგრებს განმარტება ძალიან ჩვენი ადამიანი. თუ გინდა განმარტება, თუ გინდა შენდაში წიგნებით მოვა და ციტატებს წაიკითხო. თუ გინდა სახელმძღვანელოებით მოვა. ამის შემდეგ არსებობს სოციალიზმი. წიგნები. სოციალიზმის იდეოლოგია ძალიან მრავალფეროვანი და სხვადასხვა და ვითარდება და ამერიკაში ისე განვითარდა. წიგნები ამას დაწერილი მარტო როგორ მოიპარეს სოციალისტებმა ლიბერალებს სიტყვა და დაერქვეს საკუთარ თავს ლიბერალები. ეს და ამიტომ ასეთი ამბავია რა, რომ ამერიკაში რთულია, როგორც აი მილებში რო თვლიან და ჩვენ კილომეტრებში, სხვანაირად თვლიან, სხვანაირად, აკი არ ეშლება, სხვანაირ სიტყვას იყენებენ, სხვანაირად ეძახიან. სოციალისტებს ეძახიან, დემოკრატებს ეძახიან ლიბერალებს, დემოკრატები არიან ღიად კომუნისტები და კახ შემთხვევაში სოციალისტები. ხო და ამიტომ, მაგრამ თავი პრობლემა რა არის იცი? ჩვენ ხო აქ მოვედით ჩვენ შორის დისკუსიას. აი უყურე, მე გითხარი რა რის ჯერა მე მე გითხარი რომ მე მჯერა რომ საზოგადოება მურავრ არის იქ სადაც ადამიანზე არ ძალადობენ შენ რა ჯერა მე ვერაფერი ვერ გავიგე შენ რა გინდა მე მივიდა კონსერვატიზმი არც მაცდი რომ აგიხსნა არც მას მოდი ასე შევთანხმდით 3 წუთი კონდეს ირაკლის იმისთვის რომ ახსნას ოღონდ ეს 3 წუთი იგულისხმება ჩაკითხვების და ჩაკითხვის და 4 იყოს მას შემდეგ რაც ირაკლი დაასრულებს ორი დონაცია ამოსული რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხოთ და მათ შორის ეს კითხვა პირდაპირ მიემართება ბატონ სანდროს და ამიტომ მას დავუსვამთ და შემდეგ უპასუხებთ კიდევაც ირაკლის როგორ ხედავს თუ რა არის მისი კონსერვატიზმი როგორც თქვენ გაინტერესებდათ და შემდეგ კიდევ ერთ დონაციას წავიკითხავთ და იქნებ ბოლოსკენ გავიდეთ თუ არაფერზე შევთანხმდით ბოლოსკენ მაინც გავალთ. კი ბატონო, დავიწყოთ სამი. კარგი, ესე იგი კონსერვატიზმი რა არის? კონსერვატიზმი სამდიში არაფერი რთული გასაგები არ არის. კონსერვატიზმი არის ტრადიციული ფასეულობების შენახვა. საერთოდ კონსერვატიზმის სიტყვა შენახვას ნიშნავს და ტრადიციული ფასეულობების შენახვა იგულისხმება მაგ იდეოლოგიაში. ტრადიციული ფასეულობების შენახვა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა ლიბერალური შეხედულებები. ლიბერალური შეხედულებები გაჩნდა რა იგულისხმება მაგაში. ლიბერალური შეხედულებები, როცა გაჩნდა, მაგალითად საფრანგეთის რევოლუციის პერიოდზეა საუბარი, საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში კათოლიკურ ეკლესიაზე ძალიან სერიოზული რეპრესიები იყო, ხო? მაგის ფონზე გაჩნდა კონსერვატიული შეხედულებები. ედმუნდ ბერკი ითვლება ესეთ ფუძემდებლად, რომელიც
აკრიტიკებდა საფრანგეთის რევოლუციას, მაგ კონტექსტში ზუსტად რელიგიის მიმართ აი ამ რეპრესიებს აკრიტიკებდა, რომლის მიმდევრებაც მერე პოლიტიკური შინაარსი შეძინეს ზოგადად ამ მიდგომას და პოლიტიკური შინაარსი რა კუთხით? პოლიტიკური შინაარსი არის ასეთი, კონსერვატორები ცვლილებების წინააღმდეგი კი არ არიან, კონსერვატორები არიან ტრადიციული ფასეულობების შენახვა, თუ ვახდენთ, რაც არის ფასეულობითი საკითხი, მაგალითად მორალური ფასეულობები, მაგალითად იგივე ეროვნული და ასე შემდეგ, ესეთ ფასეულობებს თუ ვინარჩუნებთ, სახელმწიფო მოწყობის საკითხში ცვლილებები შეიძლება, მაგრამ ფასეულობითი საკითხი უნდა შევინარჩუნოთ ის ფასეულობები, რომლებიც ჩვენ აქამდე მოგვიყვანა. ეს არის კონსერვატიული მიდგომა. ცვლილებებიც ოღონდ თუ ცვლილებებზეა საუბარი, ცვლილებები არ უნდა იყოს რევოლუციური და რევოლუციით და რადიკალური ცვლილებების ფორმა, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება ძალიან დემაგოგი და ძალიან ორატორული ნიჭით დაჯილდოებული კაცი გამოვიდეს და ხალხი კიდე უფრო გამოათაყვანოს და რაღაცები გააკეთებინოს, რაც სინამდვილეში უფრო დამაზიანებელია სოციუმისთვის. ხო, ამიტომ კონსერვატორები ზოგადად ნიშნავს ასეთ რაღაცას. ტრადიციულ ფასეულობებს ვინარჩუნებთ, ცვლილებებს განვიცდით, საჭიროების ანუ ნელ-ნელა თანდათან ცვლილებებს განვიცდით. არ ვეთანხმებით რადიკალურ ცვლილებებს, არ ვეთანხმებით რევოლუციებს, წყნარად მშვიდად, თუ კი რაღაცა საკითხი მომწიფდა სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით, იქ შეგვიძლია დავაკორექტილოთ ჩვენი სახელმწიფო მოწყობა. აი ასეთ მიდგომას ნიშნავს კონსერვატიზმი, ლიბერალიზმი. არის საწინააღმდეგო იდეოლოგია კონსერვატორების ლიბერალიზმი ნიშნავს ტრადიციული ფასეულობებისგან განთავისუფლებას. ლიბერტი სიტყვა არის განთავისუფლება. განთავისუფლებას გულისხმობს გაჩნდა ლიბერალიზმი უკიდურესად ტრადიციულ სოციუმში, სადაც ჩაითვალა, რომ აი ეს ტრადიციული ფასეულობები ინდივიდის თავისუფლებას ზღუდავს. ტრადიციული ფასეულობები ადამიანს ანიჭებს პასუხისმგებლობებს სოციუმის წინაშე, შესაბამისად ინდივიდუალური თავისუფლება იზღუდება. ამიტომ ტრადიციული ფასეულობები არის ბოროტება. ბოროტება არის ადამიანი, მაგალითად, როცა რელიგიაზე ლაპარაკობენ, ხო, შემთხვევით არ არის, რომ მთელ მსოფლიოში ლიბერალები რელიგიას იძახიან, რომ ყველა ომები რელიგიის გამო ხდება. როცა ეროვნებაზე ლაპარაკობენ, ხო, ეროვნებას ვინც მნიშვნელობას ანიჭებს, ის ქსენოფობია საერთოდ, ხო? როცა ოჯახზე ლაპარაკობენ, ოჯახი არის ძალადობის ინსტრუმენტი, ხო? შემთხვევით არ არის, რომ მთელ მსოფლიოში ლიბერალები საკითხს აყენებენ ასე, იმიტომ აყენებენ ასე, რომ სწორედ ტრადიციულ ფასეულობებს ებრძვიან. კონსერვატიზმი როგორც ახსენე, საპირისპირო შეხედულება, რაც სრულიად ნებისმიერი მაგალითი, რომელიც არ უნდა მოვიყვანოთ, დღეს არსებული თუ ისტორიული მაგალითი, რაც არ უნდა მოვიყვანოთ, ჩემ ახსნილ ფორმულაში სრულიად გასაგები ხდება, მაგრამ ბატონი სანდროს ახსნა საჭიროებს იმას, რომ მთელ მსოფლიოს ეშლება და მარტო ბატონმა სანდრომ იცის რა არის ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი და სხვანაირად არ იხსნება. იმიტომ ეგ დამატებაა საჭირო. კარგი. შეიძლება სხვა. მოდი თან დაგიცნობთ დონაციის კითხვას, იმიტომ რომ თქვენი გაჟღერებული საფასუხოთ არის გამოგზავნილი და თან მე ამასაც უპასუხეთ და ფინალურად დონაციის კითხვაც გვექნება წასაკითხი. მოკლედ ჯაყოს გამოგზავნილი კითხვა არის ასეთი: მორალური უფლება აქვს კაცს მორალურ თემებზე საუბრისა თუ არ სჯერა ობიექტური მორალის და საერთოდ ღმერთის? მე მეკითხება? კი. ან მორალური უფლება აქვს კაცს მორალურ თემებზე საუბრისა თუ არ სჯერა ობიექტური მორალის და საერთოდ ღმერთის? უფლება, მსჯელობის უფლება ყველა ადამიანს აქვს. ადამიანს რო არ გონია, რომ არ აქვს უფლება რაღაც იმსჯელოს, მაგარ პრობლემა აქვს ზოგადად აღქმებში ადამიანის უფლებების. ედმუნდ ბლოკი შემხარისგან მოიყვანე? უბრალოდ ეს ეგრე ითვლება, რა ვიცი, ეგეც ციგნებში რო წავიკითხო. კლასიკური ლიბერალია ზოგადად ვიცი. მაგრამ ედმუნდ ბლოკი არ ითვლება კონსერვატიზმის ფუძემდებლად?
აი რა გითხრა, ამაშია პრობლემა, იგი კლასიკური ლიბერალი დამსახელე ის არის და აი გავიარე. შენ რას თქვი გამოდის რომ კონსერვატორები არ არსებობდნენ მე-17 საუკუნემდე? ანუ ქართულ მაგალითად ისტორია რო ავიღოთ, კონსერვატიზმი. ხო. როგორც იდეოლოგია გაჩნდა ტრადიციების დაცვის აუცილებლობა ასეთი წარმოდგენებია. არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში? აი შეკითხვა. აბა. ლიბერალიზმი როცა გაჩნდა, ლიბერალიზმამდე ეგეთი პრობლემა საერთოდ არ იდგა. კაცობრიობაში არ არსებობდა ლიბერალიზმი. ანუ ტრადიციულ ფასეულობები შეტევის ქვეშ საერთოდ არ იდგა. ეგეთი მოვლენა საერთოდ არ იყო პოლიტიკურ რეალობაში. ქრისტიანობა არ იყო ტრადიციული ფასეულობების შეტევა? არა. ქრისტიანობა იყო. ანუ შერაგო რომის იმპერიაში ქრისტიანობა რო შევიდა, ეს არ იყო რომისთვის ტრადიციული ფასეულობებისთვის შეტევა. ტრადიციული ფასეულობების როგორც ასეთი. წმინდა ნინო არ იყო ჩვენი ტრადიციული ფასეულობების შეტევა? ტრადიციული ფასეულობების შეტევაში არ იგულისხმება სხვა ტრადიციული ფასეულობების აი მაგალითად მე რო წავიდე ახლა სადღაც ქვეყანაში და ქრისტიანობა რო ვიქადაგო მაგალითად ისლამურ ქვეყანაში. ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ მე ზოგადად ტრადიციულ ფასეულობებს ვებრძვი. ზოგადად რა, აი ლიბერალიზმის ტრადიციულ საზოგადოებას ებრძვია. ეგ მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ეგ მაგას სხვათა შორის ლიბერალები შეგნებულად ურევენ. ანუ ლიბერალებს გამოყავთ რომ ქრისტე ლიბერალი იყო. ანუ უყურე რა პრობლემაა? მე თვითონ დაიფარო ქრისტე ყოფილი. ლიბერალიზმი რას ნიშნავს? ლიბერალიზმი არის სხვა ფასეულობების შემოთავაზება კი არა. ლიბერალიზმი არის ფასეულობები ტრადიციული რაც გვაქვს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს კოლექტიურ იდენტობას. შეხო თქვი რომ კოლექტიური იდენტობა სხვა ფასეულობები აქვს. ამიტომ შენ რაც ქართული ტრადიციული შლება ჩამოაყალიბო, თუ ჩამოდის გერმანელი თავისი გერმანული ტრადიციებით, შენ ცulis, ანუ შენ უნდა წინააღმდეგობა გაუწიო, ხო? კიდე ეგ არ არის ლიბერალიზმი არის სხვა რა. შენ ამბობ რომ არ არსებობდა ესე იგი პრობლემა ტრადიციული ფასეულობის თანაცვლების. მივედი და მაგრამ ლიბერალიზმი არ გაჩნდა და ეს როგორ გამოგივიდა? აი უნდა მეთქვა ყველაზე მნიშვნელოვანი მან შემაწყვეტა. აბა. რაწყვეტილი. ლიბერალიზმი არის სხვა ფასეულობების შემოთავაზება კი არა. ზოგადად კოლექტიური იდენტობის გაქრობა. ზოგადად ფასეულობებზე უარის თქმა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენ კოლექტიურ იდენტობას. ეგ არის ლიბერალიზმი. მაგალითად ქრისტემ რომს რაც შესთავაზა, უფრო ძლიერი იდენტობის და უფრო ძლიერი ფასეულობების შესთავაზა, ვიდრე იყო რომში. ანუ ქრისტემ სხვა რა ქრისტე და ლიბერალიზმი ერთმანეთთან არა ჩვენ ლიბერალიზმი ვიყენებთ ჩვენ სხვა სიტყვაში მე სხვა შინაარს ამიტომ მაყურებელი მე მიხვდა ამდენ ხანში ეს ყველაფერი მაგრამ შენ რაღაც თავისებური განმარტებები გვაქვს სიტყვების მე სხვა მე არაფერი თავისებური განმარტებები არა მაგრამ რაც ისტორიაში რა ერთ რაღაცას რა იურო გავიგო რა აი უყურე გაფიცე ერთ რაღაც გამაგები კიდე დავაკონკრეტებ რომ მაყურებელმა გაიგოს და გააგრძელე აღარ შეგაწყვეტინებ აი რომ მართლა კი აი ახლა და უბრალოდ რახან რახან მივედით მაყურებელმა გაიგო. საერთოდ უბრალოდ დაკვირვება ვაწარმოოთ. ქრისტიანული სამყარო იყო ბევრად უფრო ქრისტიანული ლიბერალიზმამდე. იმის მერე რაც ლიბერალიზმი გავრცელდა, ქრისტიანული სამყაროში ქრისტიანობის მნიშვნელობა ძალიან დაიკლო. ქრისტიანული სამყაროს საერთოდ აღარ შეიძლება ეთქვას ქრისტიანული ევროპაც რო ავიღოთ, ამერიკაც რო ავიღოთ, ქრისტიანობის მნიშვნელობა როგორც ასეთი ლიბერალიზმის გაჩენამ გამოიწვია ქრისტიანობის მნიშვნელობის შემცირება. ეს არის უბრალოდ ისტორიული ფაქტი. შენ რო გეთქვა აქ სოციალიზმი დაგეთანხმება. პრობლემა არის რომ შენ უღრევ ორ ძალიან რაღაცას. მესმის რატომ უღრევ? იმიტომ რომ შენ სოციალიზმი შუაში არა, ზუსტად ეს არის სოციალიზმი ანტიქრისტის იდეოლოგია ზოგადად. ლიბერალიზმი ანტიქრისტის. ხო და შენ რასაც ამბობ რომ ქრისტიანობასთან ბრძოლა დაიწყოს, კომუნისტები ანგრევდნენ ეკლესიას. მე არ მინახია რომ კაპიტალისტები ანგრევდნენ ეკლესიას. და აშენებენ ეკლესიას. კომუნისტები იყვნენ ლიბერალები. ხო და აი ხო და გეთანხმებ შენ ამაშია პრობლემა რომ შენ ამბობ ეძახის სოციალიზმს და კომუნიზმს, ლიბერალიზმს და ბაზარი არის დაუძახე თუ ასე ზანგინდა ბევრი ამერიკელი რაც გითხარ დემოკრატიული პარტია თავისთავად ლიბერალებს ეძახია და არიან კომუნისტები. მოდი ეს სიტყვა ამერიკული შინაარსით გამოვიყენოთ. არ გამოვიყენოთ გერმანული და ასე ვთქვათ კონტინენტალური. არ მაქვს პრობლემა. ნიშნულობა რა თქმა უნდა. მოდი შევთანხმდეთ რომ მართლა კომუნისტები ებრძვიან ქრისტიანობას. და რაც კლასიკური ლიბერალები ედმუნდ ბერგს როგორ დააბრალებ რომ ის ქრისტიანობას ებრძოდა, ეს თუ რამე იცი ედმუნდ ბერგზე, ამას ვერასდროს ვერ იტყვი. და ედმუნდ ბერგი არის ეტალონი კლასიკური ლიბერალის.
ლიბერტარიანიზმი მიტომ გითხარი სიტყვა რომ რა ვიცი მოგიყვანე ფრიდრიხ ჰაიკი იქნება რა ვიცი მიზესი იქნება ვინც გინდა რამე თუ სამე მიუსვია რაღაცასთან ეს ხალხი რელიგიას იცავდა იმიტომ რომ ამაზე დგას კაპიტალიზმი ზოგადად შეუძლებელია იმ ფუნდამენტური ქრისტიანული ღირებულებებით რომელიც დასავლეთში ჩამოყალიბდა როგორც არის საკუთრების უფლება ინდივიდუალური პასუხისგებლობის საკითხი და ასე შემდეგ მაგრამ სოციალიზმი რასაც ჩვენ ამბობ საბოლოო ჯამში ეს არის ზუსტად ამ ქრისტიანული ღირებულების განადგურება, იმიტომ რომ პასუხისგებლობას თქო და ანაწილებს საზოგადოებაზე და არა ადამიანზე, იმიტომ რომ არ აღიარებს საკუთრებას და რაღაცა შენი სხეულიც კი შენი არ იქნება და მთავრობის იქნება და ამიტომაც იყო რომ ეკლესიას კომუნისტები ანგრევდნენ. მაგრამ მე რა მაღლებს იცი? შენ რომ ამბობ ტრადიციული უნდა დავიცო, მაინც ვერ გავიგე. აი კონკრეტულად რომელ ღირებულებას იცავ, იმიტომ რომ აი ჩვენი აი ხო დაიყურე პრაქტიკულ რაღაცაში რომ დავიწყე, მაინც თავიდან დავიწყე ოჯახის მაგალითი. შენ კომუნისტურ ოჯახს იცავ, სადაც მთავრობა წვეც სოლი ქმარი ვინ უნდა იყოს და ასე შემდეგ, ამას უჭერ ხარ, თუ მაგალითად ჩემსავით ითხოვ რომ მთავრობა არ ერეოდეს საერთოდ ოჯახის საქმეებში. აი მაგალითად ასე იყო ტრადიციულად თითქმის თელ ქრისტიანულ სამყაროში ეკლესიაში წყვეტებოდა ოჯახი ვინ იყო? კი, საერთოდ ოჯახი. მაგალითად ის რო საკითხი გავუდგა, აი ამას როგორ უყურებ? კი, ოჯახი ზოგადად მთავრობის გადასაწყვეტი არ არის. ოჯახი არის ზოგადად რელიგიური მომენტი და მთავრობა რო ერევა, ეგ არის ლიბერალური სოციალისტური დავარქვა. არა, რა არის, იცი? კი ბატონო. ფრანგული რევოლუცია სოციალისტური რევოლუცია იყო, გაიგე და ფრანგული რევოლუცია. აბა რა იყო? აბა თანასწორობა სიტყვა იმას იქ რო არის ლოზუნგი საიდან გამოვიდა? სოციალისტური იყო? აბა რა იყო? აბა რა იყო უბრალოდ? ლაპარაკობ, აღარ ვიცი უკვე. აბა რა იყო? რა სამბობ? აი ფრანგული რევოლუცია. გუგლი დაგეხმარა. ფრანგული რევოლუცია იყო კაპიტალისტებმა აიღეს ძალაუფლება. მაგისკენ გადადგმული ლაბიჯი. არ გადავრიო, რომელ ეტაპზე? ანუ აი რა კაპიტალისტური იყო, როცა ეკლესიებს ანგრევდნენ და კალენდარს უკვე რანაირი პრობლემაა, იცი, რასაც შენ ამბობ, ეგ უკვე რა ვიცი, მართლა რაღაც ციგნებით ხო არ დავждებით ეს? ციგნებით უნდა დავს. ნახდათ, შემდეგში არა, ციგნი. არა, უბრალოდ ხერხულია. საერთოდ ესა ხო და მაინც გავარკვიოთ. აი ოჯახზე ვერ გავიგე. საბოლოოდ რას უჭერთ? აი შენ სთხოვ მთავრობას, რომ შენი საქმე არ არის, არ ჩაერიო. რელიგიური. ანუ თქვენ თხოვთ, რომ მთავრობა არ ჩაერიო. კი, ანუ ამაში თქვენ თანხმდებით. ნუ როგორი რა საინტერესოა. ანუ ის კი არა რომ მთავრობაო არ დაალეგალიზო გეების ქორწინებაო. ამაზე კი არ ვამბობ. უნდა თქვა მთავრობა შენი საქმე ვაფშე არის ქორწინება. ეკლესიიდან რომ მოვა საბუთი რომ ეს ხალხი ცოლქმარია, შენ უნდა აღიარო. თანხმდებით ამაზე? კი. აი, მოდი რაღაც გავარკვიოთ. ისე ამაში კომუნისტები არ ხართ. მოდი შემდეგი ამბავი. კომუნისტები არაფერში არ ვართ. როგორ არ ხართ ეკონომიკაში ასამოთ ყველაფერი კომუნისტურია გასულ რა გადამრია. კომუნისტობა, სოციალისტობა არის ეკონომიკის სიბრტყე. არა, ეს კომუნისტობას და სოციალისტობას ეკონომიკა ნუ აბაო ზოგადად ოჯახის საკითხი. არა, ერთი არის ხო და გეშლება. მოდი მე როს კითხავ. არა, ერთ წამი. იარაღით ქუჩაში სიარული შეიძლება? ქართულ კაცს შეიძლება ქონდეს იარაღის ქუჩაში სიარული უფლება. მაგაზე თან თანახმავარ, თან არა ვარ თანახმა, ეგ ცოტა სამჯელო საკითხია. ტრადიციული ქართული კაცი სამხედრო ბილეთი აქვს, ვისაც სამხედრო ბილეთი აქვს, იმას უნდა ქონდეს. ან მთავრობა უნდა წყვეტდეს? სამხედრო ბილეთი ვისაც აქვს, იმას უკვე უფლება. ქართულ ტრადიციაში როგორ იყო? აი, მაგალითად, საბჭოთა კავშირში არ ქონდა. ხო და არასწორად გესმის ეს. აი, შენ რა ის ეძახი ტრადიციას ეს მინდა გავარკვიე. კონკრეტული საკითხი, აი, ქართული იარაღის ტარების უფლება. ქართული ტრადიციული მიდგომა როგორია? მე მაგალითად ვაღიარებ, რაც აი მე-19 საუკუნეში იყო. იარაღი მაღაზიაში თავისუფლად იყიდებოდა. შეიძლება ადამიანს თან ქონოდა იარაღი. ქართული ტრადიციული მიდგომა იარაღის ტარების თემაზე გამომდინარეობს ცხოვრების მდგომარეობიდან. თუ ცხოვრებაში საჭიროება არსებობდა, არავის არ მოусმენ მე იარაღის ტარების უფლება უნდა მქონდეს თუ არა, ისედაც თუ სხვა გზა არა მაქვს, თუ იარაღის გარეშე დიდი შანსია რომ მომკლან. შენ თქვი რომ ტრადიციულ შენ კონსერვატორი ხარ და ტრადიციებს იცავ და არ გინდა რომ ტრადიციები შეიცვალოს, ანუ ყოველთვის არ გინდა რომ ეს რაღაც უარგუმენტირებულად შეიცვალოს და შენ ამბობ რომ თუ მე ხარ ტრადიციას არ აღიარებ და მხოლოდ მაშინ აღიარებ ამ კონკრეტულ ტრადიციას. თუ ეს შენთვის საჭირო გახდება, ეს რა ტრადიციონალიზმია?
შენ პირიქით უნდა იქცეოდე, ტრადიციას უნდა აღიარებდე, ითხოვდე რომ ქართველი კაცი შეარაღებული უნდა ვაღიარებ. ქუჩაში, ასე არასწორად ტრადიცია, არასწორად მაგრამ შეიძლება თქონდა შევცვალოთ ეს ამბავი, მაგრამ თუ ეს არის ტრადიციული ქართული, ან კომუნისტური ავიღოთ მაგალითად, კომუნიზმი არის, როცა არ შეუძლია ქართულ კაცს მონობაში იყო. ტრადიციული ზოგადად მიდგომა არასწორად გესმის და მანდ და რომელი ამეთქი იარაღის ტარებსული ტრადიციული ქართული მითხარი? ხო და აი შენ რას ეძახი? იარაღის ტარებსული ქართული ტრადიციული მიდგომა. მაგალითს გეკითხები. იარაღის ტარებაზე ხო გაგეცი პასუხი? რა არის ქართული ტრადიციული? იარაღის ტარებაზე რომელს ვემხრობი გაგეცი. ქართული ტრადიციული რა არის მაინც? იმიტომ რომ შენ ქართული ტრადიციას არ ვემხრობი. ქართული ტრადიციული იარაღის ტარების თემატიკას არ არსებობს. არა, ეგ საერთოდ არ არის ტრადიციის თემა. ქართულ კაცს იარაღის ტარებასთან საერთოდ ურთიერთობა არ ჰქონდა. საუკუნეები ისე მოძრაობდით, რომ ქართული კაცი იარაღთან არ მეგობრობდა. ეგ არ მithქვა. აბა როგორ? მთელი ჩვენი ისტორია იმაზე, რომ ქართული კაცი იარაღით დადეს ქუჩაში. კი, და ტრადიცია არ ქონდა, ანუ არ არის ტრადიციული. ადრე საერთოდ ცხენებით დავდიოდით და ეხლა რის თქმა ცხენებითია რომ არა, უფლება არ აქვს, ადამიანს ცხენითია რომ არა, აქვს უფლება, მაგრამ ეგ რომ მკითხო ეხლა შენ ტრადიციონალისტი ხარ და ცხენებითი არეო, მაგის უფლება, ეგ საერთოდ რა კითხვა, ვერც კი უფლებები, ხო იცი რა არის უფლება? მაქვს უფლება თუ არა? გამოვიყენებ უფლებას თუ არა, ეს სხვა საკითხია. უფლებები. აი, უფლებები. ადამიანი ქართული ტრადიციული ქცევა იარაღის მიმართ რა არის? არა შენ, იმიტომ რომ სამხედრო ბილეთი არ იყო მე-19 საუკუნეში. მითხარი ისა ქართული ტრადიციული მიდგომა იარაღის სოციალიზმზე გავარკვი. კაი. მაგრამ კიდე ერთი კითხვა, მოდი, ოჯახი ავიღო დავბრუნდა, ოჯახი ავიღო. ფოლოსკენ უნდა წავიდე. აი, მაგალითად ბავშვის აღზრდა. აუცილებლად ყველა დროს. ბავშვის აღზრდა მშობლის პასუხისგებლობაა? რა თქმა უნდა, მშობლის. და არა განათლების. ესე განათლების სამინისტროს შენ არ ემხრობი, გააუქმებდი, ხო ასე? განათლების სამინისტროს? არა, რატო გავაუქმებდი? ნუ აი განათლების სამინისტრო წყვეტს რა უნდა ასწავლო ბავშვს, აი მაგალითად სახლში ბავშვს აღზრდა არ შეიძლება. განათლების სკოლაში წაყვანის ვალდებულება აქვს. აი მშობლებს თუ არ უნდა მაგალითად თავისი შვილი აღზარდოს, როგორც ბიზნესმენს ხო აღზარდა თავისი შვილები სახლში. კი, აი აქვს თუ არა უფლება? კი. ესე იგი მშობლებმა შეიძლება თქვას რომ განათლების სამინისტრო რომც მითხრას სკოლაში წაიყვანო, უფლება არ წაიყვანოს. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ესე იგი განათლების სამინისტრო როგორც არ არის საჭირო, ხო? არა, განათლების სამინისტრო საჭიროა. აბა ისთვის არის? საჯარო განათლება საჭიროა. უბრალოდ ვალდებული უნდა იყოს. ანუ შეგინდა რომ უნდა იყოს საჯარო სკოლები, მაგრამ მშობელს უნდა დაიკიდოს. კი ბატონო. აი, ოკეი. ნახე, უბრალოდ ეს საჯარო სკოლები არ არის თქვა ტრადიციული ამბავი, მაგრამ იყო. ტრადიციულ ამბავს კიდევ ვიმეორებ. აი, მოყვე, აი, ნახე რამდენი ადგილოთ იყენებ მაგ სიტყვას. განათლების რეგულაციების 90%-ის გაუქმებას ითხოვ, ეხლა შენ შინაარსობრივად რო იცოდ. ტრადიციული ფასეოლოგები ხო ჩამოვთვალე რაც არის. ტრადიციული ფასეოლოგები ვინ უნდა იზრუნოს? განათლების სამინისტროს. მშობელზე ვინ უნდა იზრუნოს? შვილმა თუ მთავრობამ? რა თქმა უნდა, მშობელმა. შვილმა. ნუ შვილებმა, ახლობლებმა, ხო? მშობელზე. შენ ახლა იქამდე მიყავს რომ პენსია უნდა ქონდეს, რა? კი უნდა ქონდეს პენსია. უნდა ქონდეთ, ხო? ესე იგი მთავრობა უნდა იზრუნოს მშობელს. კი, მთავრობამაც არა შვილებმა. მთავრობამაც და აი, ეკლესია ვინ უნდა შეინახოს, ბიუჯეტმა თუ მრევლმა? ბიუჯეტმა. და ეს არის ქართული ტრადიციული? ბიუჯეტი რო ინახავს ეკლესიას, ეს არის სტალინის შექმნილი ეკლესია. ნო, მრევლი ინახავს ეკლესიას, ეს არის ტრადიციული ქართული. ეკლესია შენ გონია რომ სახელმწიფო არ აფინანსებდა? ეკლესია შეიძლება მილიონი ჭიდრო ურთიერთობა ქონდა, მაგრამ ზოგადად მრევლზე დგას. ეკლესია გონია შენ რომ ისტორიულად სახელმწიფო არ აფინანსებდა? ბევრჯერ აფინანსებდა, კაცო ზოგადად მეგობრობდნენ კიდეც, მაგრამ მრევლზე დგას ეკლესია. მრევლი? სადღაც გადაკარგულში ეკლესია რო იყო, იმას მრევლი აფინანსებდა. რა როგორ რევოლუციურ განცხადებას იძახი, იცი ახლა? ეგ შენ გინდა თქვა ახლა რომ მაგალითად დავით აღმაშენებლის დროს სახელმწიფო ეკლესიას არ აძლევდა. აძლევდა ძალიან ხშირად. რატომაც უცნობელი ფაქტები უამრავი, როცა ყველაფერს ზოგადად ვინ უნდა აფინანსებდეს როგორც აი რაზე დგას სახელმწიფო და მრევლიც მრევლიც აი ვიზე უნდა იდგეს ეკლესია აი მრევლზე თუ სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს აუცილებლად. ოკეი, აი ეგ ყოველთვის ეგრე იყო. არა რაღაცა როგორ ეს იყო თავარი ეკლესია ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის სუსტი იყო. ეკლესია მაშინ როცა უფრო ძლიერია ვიდრე სახელმწიფო, ახლა მთელი ევროპის ისტორიას გადახედე უმეტესწილად რომის პაპი უფრო ძლიერი იყო ვიდრე ნებისმიერი მეფე. ყველგან სახელმწიფო აფინანსებდა. არა კაცო
კაი რას. კაი, მოდი დასასრულისკენ წავიდეთ. სოციალიზმს მინდა ორი სიტყვა თქვა. დაახლოებით 2 წუთი ავიღოთ მაშინ ორიენტაციასთან. კაი, დავასრულოთ სოციალიზმი. კი, სოციალიზმიც საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ როგორც მივხვდი, ლიბერალიზმი თავიდან ბოლომდე სოციალიზმში აირია. სოციალიზმი არ არის არაფერი რთული გასაგები მოვლენა. სოციალიზმი არის კონკრეტულად ეკონომიკის საკითხებს ეხება და სოციალიზმი გულისხმობს თავში იმას, რომ სახელმწიფო თავიდან ბოლომდე ერევა ბიზნესში იგივე აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო? აი სოციალისტები მთელ სოფლიოში ითხოვენ მაგალითად პროგრესულ გადასახადებს. პროგრესულ გადასახადები რას ნიშნავს? ნიშნავს ვისაც უფრო დიდი შემოსავლები აქვს, რომელ ბიზნესაც დიდი შემოსავლები აქვს, ის ბიზნესი უნდა იხდიდეს უფრო მაღალ გადასახადებს. ხო, ეს არის სოციალისტური მიდგომა, იმიტომ რომ სოციალისტი მარქსს აღიარებს? კი, რა თქმა უნდა. მერე? გეტყვი მერე. ხო და მარქსი კარგი მარქსი წინამდე იყო სახელმწიფო რეგულაციების როიცოთ. არ წაგიკითხავს და ამიტომ არ იცი, მაგრამ ასე იყო როიცოთ. მარქსი წინამდე. კი. ზოგადად შენ ის რატომ იყო წინამდე? იმიტომ რომ მიიჩნევა შევატყე რომ ძალიან რევოლუციური განცხადებები ძალიან ბევრი წაკითხული ირაკლი ყურე მარქსი მარტივ რაღაც იყო მარქსის იდეა იყო რომ კაპიტალიზმი უნდა თავისუფლად განვითარდეს ის თავის თავს უარყოფს მოხდება სოციალისტური რევოლუცია და ასე ვთქვათ მთელი საკუთრება იქნება საზოგადოებრივი საკუთრება რეგულაციები კი არა კერძო საკუთრების უარყოფა სოციალიზმი. კი. და როცა მიდიოდა რეგულაციებზე, რადგან იმ მომენტში სოციალიზმი კი არა, კომუნიზმი. როცა იწყებოდა ეს რეგულაციები, მაშინ მარქსი კატეგორიულად წინააღმდეგ წამოვიდა, იმიტომ რომ ტექსტებს გაჩვენებ, რომ ეს გაახანძლივებსო კაპიტალიზმს. რომ აიო მუშათა კლასი აღარ აჯანყდება, იმიტომ რომ რაღაც სოციალურ დახმარებას აძლევდნენ. ამიტომ პირიქით არ გვინდაო, პირიქით უნდაო რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს კაპიტალიზმი, რომ რევოლუცია, კომუნისტური რევოლუცია მალე მოხდეს. ამიტომ შენ მარქსს აღიარებ. კაპიტალიზმი რეგულაციები ზოგადად არ უნდა იყო მომხრე. კლასიკური სოციალისტური გაგება. სოციალისტები სოციალისტებზე. ხო და გიხსნი. აი მაშინ პრობლემა რომ შენ წიგნები მართლა ღირებული რაღაც არის დამიჯერე. ხო და მე რა მოხდა? იმიტომ რომ კლასიკური ეს მარქსისტული სოციალიზმის სრული ფეილი განიცადა, მე დაიწყო ამის ტრანსფორმაცია და ხან რა მოიგონეს, ხან რა. მაგალითად ინგლისი რო აიღო მეორე სოფლიო ომის შემდეგ, ეს იყო მცდელობა სრული ნაციონალიზაციის და ტოტალური სოციალისტური ეკონომიკის დანერგვის, მაგრამ ჩამოიშალა, გაფეილდნენ, იმიტომ რომ ეს შეუძლებელია, ეკონომიკა ვინც ის სოციალისტი ვერ გახდება. და იმიტომ რომ იცის რომ სოციალიზმი არ არის მუშა სისტემა, მაგრამ სამწუხაროდ ბევრმა ეს დანერგა, ნუ ცდილობა იყო და საბოლოო ჯამში ინგლისმა შეტოპა ძალიან დიდი პრობლემების ადამიანის ხვეპრის მათ შორის შედეგად უკან დაიხიეს და 50 წლიან წლებში უკან დაიხიეს ამ სოციალისტური ექსპერიმენტისგან. ისრაელი იყო კომუნისტური ქვეყანა, ეტალონი კომუნისტს აშენებდნენ თავის დროს. მე ვიცი რომ შენ სოციალიზმი ძალიან არ გიყვარს. არა, არ მიყვარს კი არა ბოროტება. მე მგონი რომ ქრისტიანი აშენებდა იყო სოციალისტი. ერთ-ერთი მიზეზი რატომ ქრისტიანებს შორის არის ბევრი სოციალისტი არის რომ გაუნათლებლები არიან. შეგეშლება სოციალიზმი ლიბერალიზმი. მე რა მეშლება ეშლება. აი მაგის გამიჯდომა მინდა. მარქსზე გავყოთ რა. თუ მარქსს კარგი ადამიანი გონია, ესე იგი სოციალისტი ხარ. ხო და აი მარქსიზმის თუ ადამიანი გონია, მე მგონი რომ ან გაუნათლებელია, ან სამყაროზე დაბოღმილი. სხვა ვარიანტი არ არსებობს. არა რა არის? იმიტომ რომ სოციალისტი არის უხოდინრობის შედეგი ზოგადად. ასე სამყაროში აწყობილი. ცოტა ზედმეტად ემოციური შეფასებაა. აი უბრალოდ მე რა ის აი მინდა თქვა ყურებას დავაჩვენო, იცი რა თქვენ რო გიყურებთ ხოლმე რაღაცას რო ამბობთ ლიბერალიზმზე ან რაღაცაზე, მიკვირს ხოლმე, იმიტომ რომ არ შეიძლება პატიოსანი ადამიანი, რომელიც ამბობს რომ ქრისტე მიყვარსო, რომ ამბობს რომ ქრისტიანულ მორალით ხედავ იყოს სოციალისტი. და აი ეს ბუდიზმი არ შეიძლება ლიბერალი იყოს. არ შეიძლება მარქსს პატივსცემდეს. არ შეიძლება ენგელს პატივსცემდეს. არ შეიძლება კომუნისტს პატივსცემდეს. არ შეიძლება ბრეჟნევი უყვარდეს. არ შეიძლება მოსწონდეს, რა ვიცი, დიდი სახელმწიფო. იმიტომ რომ სახელმწიფო თავისი ბუნებით სახელმწიფო რეგულაცია არის ძალადობის ინსტრუმენტი. არა. აი ასეთი რაღაცები ამორჩევოს. არაფერს ყურე არის განმარტებების დონეზე ასეა. მოდი მეც ავხსნი. ხო და მაგრამ რაღაცას. ხო და აი კაცო მაყურებელ გადახარ მე დაწონებული ვარ შენ გიყურებს და მაყურებელი არის ხალხი, ვისაც შეუძლია Google-ი გამოიყენოს, წიგნი წაიკითხოს და ChatGPT-ს გამოიყენოს. ზოგადად ChatGPT-ს კითხო. რაღაც აი მე წიგნებს გირჩევით, მაგრამ ChatGPT-ს გამოდგება საწყის ეტაპზე რომ მინიმუმ განმარტებები. ხო ეგ ჩემ გარჩევა. ხო, მაგრამ აი წიგნებს გირჩევთ, წიგნები. წიგნები კაია. ჰაიკით დაიწყეთ, ძალიან წიგნები აქვს, ფრიდრიხ ჰაიკით.
რაღაც ქართულად ნათარგმნია, 1-2 ჩემი ნათარგმნია. ამიტომ ამიტომ უწევთ. კი, რა თქმა უნდა. მარტო ამიტომ, თორე სხვა ჰაიკს უპირატესობა არ აქვს, გარდების რო ჩემი ნათარგმნია. ეხა ახალი გამოვა გზა ბატონყმობისკენ სვამდენიმე კვირაში. დავასრულოთ შემდეგ ირაკლი და დონაცია. ხო და ამიტომ საბოლოო ჯამში თავარი ამბავი რა არის, იცი? სოციალიზმი, აი ამოიგინე რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ძიმე წარსული. შეიძლება ადამიანი იყოს გაუნათლებელი და ეგონოს სოციალიზმში რაღაც სიკეთეა, რომ კარლ მარქსი კარგია. თუმცა ჩვენივე ისტორია როდესაც ამ დეგენერატებმა ამოგვიხოცეს 10,000-ობით ადამიანი წარსულში. აი ამ კომუნისტებმა. ხო და არ შეიძლება პატრიოტული ქართველი კაცი იყოს სოციალისტი. შეიძლება უცოდინრობის გამო იყოს ეს მოსულა, ყველა ახალგაზრდა იყოს სოციალისტი. მეც ვიყავი მესამე კურსზე სოციალისტი, ისეთ რაღაცები მაქვს დაწერილი და ნათქვამი იმ მომენტში. იმიტომ რომ გაუნათლებლობის შედეგია. ვაფშე ყველა აი ხაიეკი რო ვითხარი, ხაიეკი სოციალისტი იყო ახალგაზრდა. ახალგაზრდებს როგორ ახასიათებს, იმიტომ რომ ცოტა წიგნი აქვს დაკითხული და არ იციან ცხოვრება როგორ არის მოწყობილი. ამიტომ ეს ბუნებრივია, ყველა გადის სოციალისტობის ეტაპს. მაგრამ როგორც კი ადამიანი რამეს ისწავლის, ის აღარ იქნება სოციალისტი. თუ რა თქმა უნდა მორალში პრობლემა არ აქვს. ამიტომ მე ვაფასებ ერთ რაღაცას თქვენ პარტიაში, რომ თქვენ ღია დამოწმოთ, რომ ქრისტიანობა კარგია, მაგრამ აი რასაც ვერასოდეს ვერ ვიზიარებ, რომ აქედან დასკვნებს არ აკეთებ, იმიტომ რომ აი თუ ქრისტიანობა კარგია, ესე იგი ქურდობა ცუდია, თუ ქრისტიანობა კარგია, კვლელობა ცუდია, თუ ქრისტიანობა კარგია, ძალადობა ადამიანზე ცუდია. ეს ხო ტრივიალური ჯაჭვია ლოგიკური. მაგრამ თუ ასეა, ჩვენ ვიძახით, რომ აი გადასახადები, რაუბედურება, გადასახადების განმარტება არის ძალის მუქარი წართმეული ფული. ძალის მუქარი წართმეული ფული ქრისტიანულია თუ არა? შენ შეიძლება აღიარო რომ ეს გარდაუვალია მაგალითად, იმიტომ რომ რა ვიცი, სამყარო შეიძლება ვერ შესაძლოთ კვლელობაც შეიძლება გარდაუვალი იყოს, მაგრამ ქრისტიანს არ უნდა მოსწონდეს გადასახადი. სხვათა შორის ხო და ამიტომ ხო დამთვალე. და იგივე მაგალითად ტაძარში რომ მივიდა, იქ რომ დაინახა რომ ვაჭრობად გადააქცია ყველაფერი. ხო. მათრახით გამოყარა ისინი იქიდან. ტაძარში არ მოინდებოდა რა ვაჭრო, მე რა პრობლემა. მაგრამ უთხრა რომ ვაჭრები დაწვითო? ვაჭრობა ის არის, რომ თუ ვაჭარი ხარ, ზოგადად კიდე რო იცოდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. პირველიც მოვიდეს და იქ რაღაც ვაჭრო ჩემნებრის გარეშე, მეც გავყრიდი და თუ ეხა რელიგიურად რო შეხედო ტაძარში ანუ ღვთის სახლში ვიღაცა სხვა საქმეს აკეთებს, გაყარო რა უნდა გააკეთო. ის საქმე ვიღაცა ადამიანი, ვიღაცა სახლში, ჩემი სახლი არის ვაჭრობის, მაგრამ ვაჭრობა ძალიან მიყვარს. ეხა მათრახით ადამიანები რო გაყარა იმიტომ გაყარა რომ ისინი ძალიან ამორალურ რაღაცას აკეთებდნენ. არა, იმიტომ რომ მის სახლში აკეთებდნენ ამას. მეც მათხრია რა იარაღით გაკრით, სახლში შემომივარდო, მაგრამ რა? რა შვაშია ეს? ჩემს საკუთრებაში თუ შემოხო, ყველაფრის გაკეთების უფლება მაქვს შენთან, შენ მიმართ. ეს რაიმე პრობლემა არის. ეს არ ნიშნავს რომ შენ ზოგადად ამორალური ხარ და ცუდი ადამიანი ხარ, შეიძლება რა ვიცი. ისინი არ თვლიდნენ რომ მისი სახლი იყო. ქრისტე თვილად მისი სახლი იყო და ამიტომ რავი ხა ჩვენ ქრისტეს მხარეს ვართ და იმედია და არა იმის ვინ ვაჭრები იყვნენ, მაგრამ რა შვაშია. არა, მე შენ სახლში რომ შემოვიდეს ქრისტეს მხარეს რომ მიხვდეს სახლში და იქ ვაჭრები იყვნენ და ვაჭრები ხო გაყრი კაცო. შენ მე მგონი ვაჭრების მხარეს. არა, ქრისტეს რა ვთქვას რომ ვაჭრები ცუდი ხალხია და ციხეში უნდა გაუშვათ ან დასვათ დაწვათო. არ უთქვამს ეს. ხო და ამიტომ, მაგრამ შენ სახლში მაგრამ ვაჭრები რომ მიუშვა, ვაჭრები რომ შემოეხ რომ მივიდეს სახლში და აღმოაჩინო რომ ჩვენეთი კაცი ზიქ და იქ რაღაცას ვაჭრობს, გავყრი პანგურით აბა რა იქნება. მაგრამ ეს არაფერში არის, მაგრამ მე ვაჭრობაზე დგას ცივილიზაცია ზოგადად. ხო, ანუ მე ეს მაგალითი იმიტომ მოგიყვანე, რომ შენ ცოტა არასწორად წარმოგვაჩინე ჩვენ ზოგადად. ქრისტე აგერ საპატრიარქოს კითხე რა ვაჭრობასთან რა პრობლემა აქვს? საპატრიარქოს და ვაჭრობას ხო არ აქვს? ზოგადად ვაჭრობა. ეჭვის ქვეშ ხო არ აყენებს საპატრიარქო რაღაც სოდულები ხო არიან? თვითონაც ხო ვაჭრობენ? ზოგადად ვაჭრობა, ვაჭრობა ძალიან ბუნებრივი რაღაც არის. კი, ბუნებრივი რაღაცა, მაგრამ ბუნებრივი რაც არის, ყველაფერი კარგი არ არის, საერთოდ ბუნება. არის ეს ბუნება ცოტა ცუდი მიმართულებით გვიბიძგებს. კი, ცხოველური ინსტინქტები ძალიან ბევრი, მაგალითად, რა ვიცი, ადამიანს შეიძლება ქუჩაში მიდოს და ქალის გაუპატიურება მოუდეს. ეს ბუნებრივი ინსტინქტია, ბოლოს მინდა. მორალი გვეუბნება, რომ ეს არ მოსულა. აი, ბოლოს მინდა. ყველა დროს გადავაჭარბეთ, რაც შეიძლება. ეს ბოლოს კი მოგე უფრო საინტერესო წავით. კიდე გვესტუმრეთ და აუ სიამოვნებით. მე მინდა რომ თქვენ ამორჩევას, იმიტომ რომ მე მჯერა რომ თქვენ ამორჩევს, რომ ბევრი ქრისტიანი ხალხი ადამიანია, იმიტომ რომ თქვენ ღიად ამას ამბობთ. მაგრამ მე მგონია რომ აი ატყუებთ იმაში რომ ისაც თქვენ აკეთებთ ქრისტიანობა თავსებადია და მე რაც უფრო მეტი ვიქნები თქვენთან, მით უმეტეს აი სურდა დამპირდა რომ ქრისტიანობაზე ვილაპარაკეთ, შეიძლება ცალკე ქრისტიანობაზე ვილაპარაკოთ. ეხლა ეგეც საინტერესო იქნება. ხო, საინტერესო იქნება. აი უყურე, არ წამყვეთან პრობლემა, მაგრამ ბოდიში რომ აი ფუნქცია მოდერატორი არ იქნება საჭირო.
დრო აღარ აქვს ძალიან მოკლედ მინდა მოდი, უბრალოდ ერთი პატარა რადგან ერთ გადაცემაში ამდენ თემას შევეხეთ მინდა უბრალოდ ჩამოვაყალიბო სოციალიზმის სოციალიზმი არის კონკრეტულად ეკონომიკის სიბრტყე სოციალიზმი არაფერ შუაში არ არის იმ აი ეს ლიბერალური გამოვლინებები, რაზეც სინამდვილეში ვლაპარაკობდით იმას, რომ სოციალიზმს მივაწეროთ ეგ ყველაფერი, ეგ უბრალოდ არასწორია. ეგ სოციალიზმის არასწორი ცოდნაა, არც ლიბერალიზმის ცოდნა არ არის. სოციალიზმის სულ სხვა რამ არის, ლიბერალიზმი სხვა რამ არის. ჩვენ რაზეც ახლა დღეს ვსაუბრობდით, ეს იყო სინამდვილეში ყველაფერი რა პრობლემაც ჩამოვთვალეთ, ეს არის სინამდვილეში ლიბერალიზმის გამოვლინება. დანარჩენი ხა ამ ყველაფრის აი მაგალითად იგივე რელიგიასთან წინააღმდეგობაში მოსვლა რელიგიასთან წინააღმდეგობაში მოდის ლიბერალიზმი სოციალიზმი რა თქმა უნდა სოციალისტები ისტორიულად წინააღმდეგობაში მოვიდნენ იმიტომ რომ ლიბერალები იყვნენ თორე სოციალიზმი თავის თავში ფასეულობრივი იდეოლოგია საერთოდ არ არის სოციალიზმი უბრალოდ გულისხმობს თავის თავში სახელმწიფო რომ უნდა ერეოდეს კერძო საკუთრებაში და ბიზნესში. მაგას გულისხმობს. ეგ არ არის საბოლოოში აი მაინც იმიტომაც არსებობს ტერმინები კლასიკური ლიბერალიზმი, ლიბერტარიანიზმი, რომ აი ეს ერთია არევა არ ხდებოდეს, მაგრამ თუ ირაკლი სოციალიზმ და კომუნიზმის ეძახის ლიბერალიზმ აი იყოს ასე არის პრობლემა. თავარია რომ ეს ქრისტიანობასთან მართლა წინააღმდეგობაში მოდის. ამაში მოყვები რომ თუ შენ რასაც კომუნიზმს ეძახი ლიბერალიზმს, კომუნიზმი არ არის თავსებადი ქრისტიანობასთან. სოციალიზმი არ არის თავსებადი ქრისტიანობასთან. ძარცვა, ყაჩაღობა არის თავსებადი ქრისტიანობასთან და ლიბერალიზმი არ არის თავსებადი. ამიტომ ძალიან მაგარი იქნება, დამიჯერეთ და მე სიამოვნებით ყოველ ჯერზე მოვერსოთ ამიტახეთ, რომ ხალხს აუხსნათ, რომ სოციალისტური იდეები, ჩვენი კომუნისტური წარსულის ტრადიციები, აი რაც 60 წელი ყველაფერი ეს ბოროტება, ანტიქრისტიანულია და რაც უფრო მეც ვიღებ უკეთესია, იმიტომ რომ საბოლოოში ქრისტიანული არის ლიბერალიზმი. ნამდვილ ქრისტიანულ ღირებულებას დაუბრუნდეთ თქვენ მინიმუმ თუ ქრისტიანულ ღირებულებას ამბობთ და ჩვენ ყველა ამისგან ვიხეირებთ. იმიტომ რომ მე მჯერა კაპიტალიზმის, რომელიც ქრისტიანულ მორალზე დგას და რაც უფრო მეტი ქრისტიანი იქნება ჩვენ ქვეყანაში, როგორც ესმის რა არის ქრისტიანობა, ესმის რა არის კომუნიზმი, ესმის რა არის კაპიტალიზმი, მით უკეთეს ყოველთვის და დიდი მადლობა თქვენ რომ ეს დისკუსია მოაწყო. კი ბატონო, პირიქით მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მოკლედ ორი დონაცია არის, ორივე უნდა წავიკითხოთ. პირველი არის ერეკლეს დონაცია ინდივიდის გათავისუფლება ჯგუფისა და ადათ-წესების კანონისა და ავტორიტეტის წნეხისაგან ჯონ ლოკი. ესეთი არის ეს დონაცია და მეორე დონაცია გამოგზავნა, არ ვიცი სწორად ვკითხულობ, იმედია ლუკა არ წერია ნამდვილად, ლუჯამ. ქრისტემ ასევე თქვა მიეცით კეისარს კეისრისა და უფალს უფლისა, ანუ გადასახადებს ქრისტიანობა არ კრძალავსო. ეს არის ბოლო დონაცია, რომელიც მოვიდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი არა, რა ვიცი, ერთი წუთი მაშინ და ვსო. ოღონდ ზუსტად ერთ წუთს დავინიშნავ და მეც ისიც ვილაპარაკეთ გასაგებია, მეორე ეს არის ყველაზე უცნაური განმარტება, იმიტომ რომ გადასახადები საჭიროა, იმიტომ რომ არსად არ წერია, რომ გადასახადები იყოს 99%, კეისარმა რომ 99% გადასახადი დააწესოს, ეს არის სწორი. უბრალოდ ეს არის რომ არის რაღაც თავსებადობა პოლიტიკური წყობისა და შედიერ რწმენისა. მაგრამ არსად არ უთქვამს, არც ქრისტეს, არც არსად, რომ ნებისმიერი ქმედება კეისრისა მისაღებია, იმიტომ რომ მიეც კეისარს კეისრისა. ეს არის უბრალოდ სისულელი ასეთი ინტერპრეტაცია და ამას, აი უბრალოდ აი ასეთი რაღაცები რო არ წეროთ თქვენ ხარდამჭერება, რომ თურმე ნებისმიერი გადასახადი მოსულა. იმიტომ რომ ასე წერია, ამიტომ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ 10%-იანი ბიბლიური გადასახადი რო ეს არის ისტორიულად დაფიქსირებული დონე, რომელსაც ზოგადად ხალხი დიდად არ ეწინააღმდეგება და თავსებადია რაღაც ნებაყოფლობით პრინციპთან, მაგრამ გადასახადი იყოს 99% ეს არ იქნება ქრისტიანული. და ამ ციტატით ამას ვერ გამართლობთ. მეჩვენება ის ფაქტი, რომ ლიბერტარიანელები საუბრობენ ქრისტიანობაზე, ისე თითქოს ქრისტიანები ესენი უფრო არიან ვიდრე ქრისტიანები. ქრისტიანობა რა გულისხმობს? ეგ ქრისტიანებმა კარგად იციან. ეს ამბავი გონიება ეს ხო რაღაც მართლა საუკუნეები ადამიანებმა ამბაზე იფიქრეს. ეს არგუმენტები მილიონჯერ ნათქვა, ამაზე კონტრარგუმენტები არსებობს და ეხლა რავი, მარტივია. წავიკითხო და შემდეგ მართლა დავასრულოთ, ოღონდ ამაზე კომენტარი და რეპლიკა ფიზიკურად ვეღარ მოისწრება. შემდეგი დონაცია გამოგზავნა ფილოსოფოსმა, კომუნისტები ეკლესიის დამახინჯებულ ფორმას ებრძოდნენ და არა შინაარს, ლიბ კაპიტალ ბიშინარს ებრძვიან.
ასეთი იყო ბოლო დონაცია, ფიზიკურად აღარ გვაქვს რომ კომენტარი გააკეთონ მხარეებმა, როგორც მოისმინეთ უკვე საათნახევრის განმავლობაში ჩვენი სადისკუსიო, სადებატო თემა იყო ლიბერალიზმის და კონსერვატიზმის, ვიცი, საფუძვლები ან თუნდაც შემადგენელი ქართულ პოლიტიკაში რამდენად არის და ყველაფერზე ვისაუბრეთ პრინციპში ქართული პოლიტიკის შედგება თუ არა ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმისაგან ამის გარდა. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გავიქცეთ მარი ბატონო სანდრო, ასევე მადლობა ირაკლი იმისთვის, რომ მადლობა. ეს საათნახევარი საინტერესოდ გავიდა, მთავარია მაყურებელი იყოს და არის კიდეც კმაყოფილი, ასევე მადლობას ვუხდით მაყურებელს იმისთვის, რომ ერთგულად გვიყურებდა. მე დაგემშვიდობებით შემდეგ კვირამდე და აუცილებლად შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი Telegram არხი Altinfo News-ი, რომელზეც იდება ყველა სიახლე, რაც შეიძლება სწრაფად იმასთან დაკავშირებით თუ რა ვითარება. ახლა ეს ყველაზე ცხელ ფაზაში გულისხმობთ ირანს და ამერიკისა და ისრაელს შორის საომარ მოქმედებებს, ასევე აუცილებლად დაელოდეთ ხვალცხრაზე ტრადიციულად ანალიტიკას და კიდე განმეორდები, რომ არ მგონია სადმე ისე დეტალურად ხსნიდეს ვინმე და საუბრობდეს მიმდინარეობაზე, ომის პროცესზე და სამომავლოდ რა შეიძლება მოხდეს, როგორც ამ არხზე ანალიტიკაში. კიდევ ერთხელ მადლობა და გემშვიდობებით შემდეგ კვირამდე ნახვამდის.